რომ საჯობ ხოლმე არის ხანდახან ისეთ რომ მაგარ რაღაცას იზამენ, გაიჭრება ხალხი და 9 ნომერი მიდის და ელოდება რომ დალაგდე რომ სამკაციანი აი მაგ დროს 9 ნომერი კი არა ვისაც მოხდება ხელში ბურთი უნდა შეუტიოს რა ეგრევე დავობთ ერთმანეთშიც რა ის რო გვაქვს დისკუსიები რომ ბალანსში ჩაჯდა ეს სანქციის თუ დინამიკაში გადაარდა რა ამიტომ აი ეს ძალიან მაგარი მსაჯები ამას ფლობენ რომ აი ამ ბალანს რომ აი სად იყოს დინამიკა სად იყოს სანქცია რაგბი 2 წელიწადში რა პროგნოზია აიგზალება რამდენ წელიწადში აიგზალება ქრისტიანა მეგობრებო, გილოცავთ მრავალს დაესწარით. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ნიკა ამაშუკელი, რაგბის მოყვარულებისთვის მის წარდგენა ზედმეტი ალბათ საჭირო არ არის და პირველ რიგში ნიკა როგორ ახარ, იმიტომ რომ ეხა ჯერ ესეთი ისეთ თამაშებს საჯობ, რომ შენც რო მაინც უყურებ და მithumetes შენც რო ხარ, მაგ თამაშებს უყურებ. ეს ბოლო ინციდენტი ესეთი იყო, რა ცოტა შოკის მოუგრელი იყო ჩვენთვის რა და და მეორეში რო აღარ გამოხვედი რაღაცა ის მაგრამ როგორც გიყურებ კარგად მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია ეს გადაცემა პირველ რიგში იმიტომ რომ გაკლია ქართულ სარაგბო საზოგადოებას მსგავსი გადაცემები რა ეს სუფთა ენთუზიაზმით დაწყებული გადაცემაა და ყველას პირველ რიგში მოუწოდებ რომ უყურეთ გვერდზე დაუდექით ამ ადამიანებს გამოწერა იქნება თუ რაც იქნება იმიტომ რომ მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია YouTube-ის მაყურებელი როცა აქტიურობს და რაგბის განსაკუთრებით რა რაც შეეხება ჩემს რეჟიმს რომ ეკითხებიან როგორ ხარ აი ცოცხალი ვარ ეს პასუხობ ხოლმე რა იმიტომ რომ მაგრამ რაღაც ველურებში მიწევს რა და ბოლოს მეს დამეჯახნენ ბასი ჩარასენსის თამაშზე პირველი ტაიმის ბოლოსკენ და თავში მომხვდა ну მსუბუქი ტვინი შერყევა აღმომაჩნდა როგორც მე სინჯებმა ცხადყო და პირველ ტაიმი ჩავამთავრე და მე ექიმი შემოვიდა და მითხრა რომ იცი ნახეთ კლიპი და ორჯერ ხდება ამჯერ ხელი ხდება მე თავში გეჯახება და მიზანშეწონად არ მივიჩნევთ რომ დაბრუნდე. ოფიციალური პროტოკოლი ამისი არ არსებობს საჯი როგორ უნდა მოიქცეს როცა მსაჯ დაეჯახებიან. მოთამაშე მაგაზე აგდება. ხო და მოთამაშე რო ყოფილიყავი გამოგიყვანდითო. ამიტომ ნუ შენზეაო. მაგრამ გირჩევ რომ არ დაბრუნდე და ვიფიქრე ხა მერვეთ ფინალია ამ საუბრის მერე თან ხალხი იყო იქ შეესწრო და მე დავბრუნდე და რაღაცა შეესტომა მე შეესტომათ აღარ აღიქნება მე აღიქნება რომ რაღაცა კონდიციაში ვერ იყავი და ჯობდა გამოსულიყავი იმიტომ აღარ გავრისკე და შეუშვი პირველი თანამსაჯი ვინც იყო უელსელი 21 წლის ბიჭი რომელიც გათეთრდა რა თავიდან ბასის არასენზე უნდა შევიდეს ეს ბიჭი ახლა იწყებს გვერდითია ჯერ აჩვევენ და ახალგაზრდა ბიჭია გათეთრდა ის ბიჭი ესე მიყურებდა რა უკრა ხელი ჩამოვართვი აბა მინდი შენი თქო და შევიდა და საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი კი რა ვიცი ხა მაგ თამაშს უყურებ ჩვეულებრივად და ბასის არასენსის საჯობა ადვილი არ არის ხო არა რა თქმა უნდა ინგლისის ჩემპიონატი რომ სასწაულია რა არ ვიცი თქმა უნდა კაი მიშა მეც მინდა შენს შემოვერთე ამ ილოცვაში ჩვენ გულშემატკივარს წკინვალე დღესასწაულს ულოცავ სხვა შორის ამ მინდა დავიწყო იმით რომ გუშინ სადღესასწაულო სუფრასთან ჩემი თაობის ხალხი იყო ძირითადად და იქ ერთი პატრიოტი კაცი ქალაქის ქვეყნის ლევან სეფერთელაძე არის ეგეთ პლეხანოველი კაცი რომელმაც როცა გაიგო რომ ჩვენ ასე ვთქვათ გვექნებოდა ჩვენი სტუმარი იქნებოდა დღეს ძალიან მთხოვა რომ გადაეცი ჩემგან დიდი პატივისცემა და სიყვარული ნიკას ჩემგანაც ვასრულებ მე ამას და ნუ თან მინდა ვთქვა რომ ეს არ არის მარტო ვთქვათ მარტო ლევანის და ასე ვთქვათ ან და ასე ეს არის ჩემი თაობის მე ახლა ვამბობ რეალურ რაღაცას რა ეს არის მთლიანად ჩვენი თაობის მადლიერება შენს მიმართ რო შენ აი ამას მიაღწიე ახალგაზრდა ქართველმა კაცმა მე სიმართლე გითხრა საჭთა კორპუსიდან აი ვფიქრობდი რა ერთი მახსენდება ჯუდოში ვლადიმერ ნუცუბიძემ რომელმაც ძალიან მაღალ დონეზე იმსაჯა სხვას ვერ ვიხსენებ ნუ საერთაშორისო ასპარეზზე არ ვამბობ ჰაი ნუ ამის იქით რო აღარ არის რა ამას ვაგობ და ძალიან მიხარია და ბრავო შენ ძალიან დიდი მადლობა ხო და ეხლა იცი რა ძალიან ბევრი მინდა რაღაცები კითხოთ კიდევაც და აი მაგრამ მაინც მინდა იმით დავიწყო იცი აი მიტრიალებს სულ მახსნა 90-იანებში გუნდი გავაკეთეთ მაშინ 30 წლის ვიყავი რაღაცა და კაცთა გუნდი გავაკეთეთ თბილისი ერქვა და საქართველოს პირველობას ვთამაშობდით სხვა შორის მოვიგეთ პირველი ლიგა უმაღლესიც გვაქვს მოგებული და მაშინ
ერთ რაღაცას დავაკვირდი, რომ როცა მოსამზადებელი თამაშები გქონდა ჩვენ შეჯიბრისთვის როცა ვემზადებოდი, ვცდილობდი შემსულიყავი და მემსაჯა. და დავინახე, რომ შიგნიდან ეს თამაში ცოტა სხვანაირად ჩანს. იმდენი რაღაცა ჩანს, რაცაც გარედან ვერ დაინახა. ჯერ პირველ რიგში ბოლო-ბოლო ის მივხვდი ექსტრემალურ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცება, უკვე ხვდებოდი მაგას რა. აი იმდენად ნიუანსები ჩანს შიგნიდან და ხო და ესე ვფიქრობ ეხლა შენ ისეთ რაღაცებს უყურებ იქ რომ რაღაცა ის ინფორმაცია რომელიც ალბათ შენ ფლობ საერთოდ ფასდაუდებელია. მე მგონი ეხლა რომ კითხო შენ 27 წლის მსოფლიო თასზე ფინალისტები ვინ იქნებიან 95% ალბათობით გაარტყა მგონია რა. აი ესე მგონია არ ვიცი. ლიგა და ეხლა რასაკვირველია შენ ეხლა ეთანხმები იმას რაც ეხლა მე ვთქვი რომ შიგნიდან სხვანაირად ჩანს ეს თამაში. ხო და აი მე მინდა რაღაცა რამოდენიმე კითხვა დავსვა იმის თაობაზე ვთქვათ რასაც აი შენ თვითონ ინტერვიუებში 37 წუთი სათამაშო დრო სუფთ 37 წუთი მაგრამ მე მივაქციე ყურადღება შეიძლება არასწორად გავიგე 160-დან 170-მდე პულსი. ეს 180-200. ხო აი ამ პერიოდში. ნუ ეს არის ახლა ისეთი პროგრამა მომზადების რომ მე მგონი რომ არანაკლებად გიწევს შრომა შენ ვიდრე მოთამაშე. მეტი ალბათ. ხო, გამომდინარე იქიდან რომ მარცხენა ფლანგიდან მარჯვენაზე რომ გადავა მე მივცემ ჩემ თავს მოდუნების საშუალებას და შენ მაგის საშუალება არ აქვს და იქნება გვითხრა მისაწოდებ როგორ ეს ძალიან შრომატევადია რა. ამას პულსირება სადღაც 180, 190, 200-იც ყოფილა. ამას ჩვენ GPS-ით მონიტორინგით მე ვამოწმებთ რა. საჯის დავატვირთვა ამ მხრივ ძალიან დიდია. ამ პულსირება ახლა და წნარად რო ვარჯიშობ, შეიძლება ავიდეს პულსაცია 160, 150, მაგრამ ამას წნეხი რო ემატება, რაღაცა გონება არის ძალიან ისეთ რომ აი თქვენ რო აღნიშნეთ რომ შიგნიდან ძალიან ბევრი რაღაცა ჩანს. ზელანდია როცა აფრიკას ეთამაშება, იქ კიდე უფრო სწრაფად ხდება რაღაცეები და ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან ზღვარზე, ხო? ამიტომ გონება რომ ფიქრობს რომ აი სადღაც 0.5 წამი გაქვს სტატისტიკურად რეაქცია გადაწყვეტილებისადმი დრო რა. ამიტომ 0.5 წამში რო იღებ ერთ გადაწყვეტილებას, მეორეს, მესამეს მიყვები თამაშ, გადაადგილდები პოზიციაზე, ფიქრობ ტრიალზე, ბრუნზე, ძალიან ბევრ რაღაცაზე. აი ამას დატვირთვა იმატებს და საბოლოო ჯამში ეს ისახება ფიზიკურზე რა. აი მაგის ნათელი მაგალითი იყო ყოველთვის მეცინება ხოლმე რო უყურებ ზელანდია აფრიკა ვიმსაჯე სექტემბერში, რომელიც იყო 4 ერის მეორე რაუნდი მაგათ შორის და ზელანდია აფრიკა ყველაზე რთული სამსაჯო თამაშია დედამიწაზე. მაგაზე რთული თამაში არ არსებობს რა, პირდაპირ ვამბობ. უფრო რთული არის ზელანდია აფრიკა რა. და აი პირველ ლელოს რო დებს ზელანდიას, აი მაგლევს რომ მიადენოთ თვალით ბურთი ჯერ აქე წავიდა, მერე იქი წავიდა, მერე აქე წავიდა და ბოლოს იქ დადო ზელანდია. ამიტომ 4 ჯერ შეინაცვლა ბურთმა ფლანგი. და ჩემი სახე ჩანს გარდასახვის დროს სუნთქვა არ ყო. აი ესე სუნთქავ, აი ყელში მაგ ზარღვები რა და აი ხო ვფიქრობდი რომ ლოცულობდი რომ ვიდეო მსაჯმა რამე არ მითხრას ყურში ახლა ეკრანზე არ გამოვიდეს თორე აი არ ვიცი სუნთქვა აღარ მქონდა. ალბათ მან დაარტყა პულსმა სადღაც 200. აი ეგ თამაში იყო რეკორდი რა ჩემს კარიერაში 11 კილომეტრი ვირბინებ აქ თამაშზე. იმდენი ხანი მოძრაობდა ბურთი რა. ამიტომ ამას ძალიან დიდი მომზადება ჭირდება და პლუს სირთულე რაც ახლავს, ახლა გუნდში როცა ემზადები, ყავს გვერდზე 30 მეგობარი, ვისთან ერთადაც ვარჯიშობ, დარბი ხარ და ხედავ რომ ის ბიჭები რო დარბიან შენც უნდა მოუმართო. მარტო როცა ხარ მსაჯი, ხო, ახლა გიწევს თუ მარტო. აი აღმართზე სირბილი იმაზე და შენ თავს უნდა მიაწვე შენ თვითონ. ამიტომ აი ყოველთვის რასაც ვაკეთებდი სოციალურ აქტივობას, ეს ჩემი YouTube იქნებოდა თუ ჩემი რაღაცა კომენტარი იქნებოდა, ყოველთვის მინდოდა მაყურებლისადმი მივეტანა ის მომენტი, რომ კატასტროფულად ბევრს ვარჯიშობს მსაჯიც რა. ეს არ არის რომ უბრალოდ თამაშზე გაჩდე და იქ რაღაცების ტვინო. ამას უკან ძალიან დიდი ფიზიკური სხელშეწირვა დგას რა და დრო და ენერგია და ეს მარტო სირბილი არ არის იქ ფეთქებადობაზე უნდა იმუშაო კოორდინაციაზე მიმართულების შეცვლაზე იმიტომ რომ ჩვენ ტესტირებებიც გვაქვს ძალიან რთული რა და ეს დარბასაც მოიცავს და ყველაფერს შენით აკეთებ ყველაფერი შენით უნდა დაგეგმო შეასრულო ტყვებას მიხედო და როცა ინდივიდუალურ დონეზე გიწევს რომ ეს ყველაფერი მაღლა აიტანო ძალიან დონის მხრივ აქ სირთულეები ჩდება და მენტალური ძალა უნდა გაგაჩნდეს და ცოდნა და დისციპლინა იმისი რომ ეს ყველაფერი გარდასახო მე რეალობაში. ამიტომ
ცოტა დაუფასებელი საქმიანობა მაგ ხრივ, იმიტომ რომ არ ჩანს, მაგრამ რას ვიზავთ. თამაში ჭირდება მსაჯი და ვიღაცა გამოხდება. ხო, არა, გამოხტომის მუღამიც ეგ არის, რომ სპორტია და ადამიანური რეაქცია ფასობს, მაგითი არის სპორტი, ძვირფასი, მაგრამ ეს პროფესია ძალიან ის დიდ ხელშეწირვას მოითხოვს და ხშირად გქონია ხა პირდაპირ ამაკ დასამალი თქვენთან ესე ვსაუბრობთ ესე ოჯახურად. ხშირად გქონია მომენტი, რომ აი მიღირს ამდენი ამ საქმისთვის, აი მიღირს რომ სადამდეღა უნდა და რაღაცა 90% მერე კრიტიკა, შეურაცხყოფა, გინება, მედია, სიკვდილის მუქარები და კი ძალიან მაგარია ეს 6-ერი და რაღაც, მაგრამ იმის უკან იმხელა მენტალური ის დგას მომენტი, რომ აი დაგაფიქრებს, რომ გიღირს ამ საქმიანობისთვის ესეთი შეწირვა. ერთ ფრენას მორჩი ანალიზი ატვირთეს ბაზაზე, მერე ისე ვარჯიში მეორე ფრენა, ამის თენება, ანუ სადღაც ზღვარი სადა. გიც. გამესმის, ეჭვებს, მაგრამ დამიჯერე. არ მინდა ნიჰილიზმში გადავიდეს და წოწოში არ ვარ ეგეთი ადამიანი, რამე წოწონებდეს, უბრალოდ მართლა ძალიან დიდი ხელშეწირვა დგას მაგის უკან რა და მინდა რომ აყურებელმა იცოდეს, რომ ბევრ შრომობენ მსაჯები და ერთი გადაწყვეტილების გამო ნუ მოიძულებენ. შეიძლება ის გადაწყვეტილება მტკივნეული იყოს, რა თქმა უნდა და შენი საყვარელი გუნდი დაზიანდეს მაგითი, მაგრამ იმ ერთი გადაწყვეტილების უკან დგას 100 სხვა გადაწყვეტილება, რომელიც სწორად იყო რა. ამიტომ დიდი არის შრომა და ვისაც უნდა ამ გზაზე წასვლა და არიან ახალგაზრდა ქართველი ამბიციური მსაჯები, მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ ძალიან იმაზე მეტი უნდა იშრომონ, ვიდრე წარმოუდგენია. ვიდრე გაუვლიათ გონებაში. აი რომ გონია რაღაცას მიაღწია, მერე უნდა მიაწვე კიდე მეტად რა. ეგრეა. ჩემი აზრით მსაჯობას პირადად მე უკვე აი ამ დონეზე მსაჯობას სადაც შეხარ ამ დონეზე მსაჯობას მე უბრალოდ როგორც მსაჯობას არ უყურებ, მე უყურებ ამას როგორც ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტს მატჩის თამაშის განვითარების. ეს ჩემი აზრით არის თქვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ამას როგორ აკეთებთ, რა თქმა უნდა, შენ კარგი იქნება თუ მოგვიყვები, მაგრამ აი ნუ ჩემი აზრით კიდე ერთი რაღაცა სანამ იქამდე მივალთ, მაინც აი თამაშ მატჩის წინ კონცენტრირებას ახდენ შენ. ხო, აი თქვათ, იცი გუნდები დაუშვათ ან პრემიერშიპის გუნდები ან ტოპ 14-ის ან და კონცენტრირებას რაზე ფიქრობ მაგ დროს ახლა აი უფრო მეტი. ესე აი გააჩნია ვინ ეთამაშება ვის. და აი როგორი თამაშია, ანუ აი ახლა მაგალითად აი კონტრასტულად რო შევადაროთ რა, აი როგორ ხდება ჩვენი მიდგომა თამაშისადმი რა. რა თქმა უნდა ვიცით გუნდები, რა თქმა უნდა ვიცით მოთამაშეები, მათი სპეციფიკა, მათი სტილისტიკა, როგორი თამაში იქნება, ფიზიკური იქნება თუ უფრო სივრცული, სწრაფი რაკი. აი ახლა მაგალითად საისო თამაშო დაუბრუნდეთ სარასენსი ბასი რა. იცი რომ იქ არიან მოთამაშეები, რომელიც უნდა მართო. თან სპეციფიურად ძლიერად უნდა მართო და შენი მენეჯმენტის უნარები მეტად უნდა გამოიყენო. თამაშის თვითონაც იცი და გეუბნებიან კიდევაც თამაშის წინ სარასენსი მაგალითად დაგიკავშირდება თამაშის წინ ეს მიღებული პრაქტიკაა და გეუბნებიან რომ ჩვენ გვინდა რომ ფიზიკურად დავჯაბნოთ. ან ის იმას ნიშნავს რომ შერკინებაში უნდათ რომ მოკლან, მიაწვნენ, ანუ set piece ეგრეთ წოდებული სტატიკური მდგომარეობები, აი ეს არის აუტი შერკინება, იქ ფიზიკურად გამოღალონ. იმიტომ რომ იციან რომ ბასთან სივრცეში შანსი არ ექნებათ. სწრაფ რაკში შანსი არ ექნებათ. ამიტომ იცი რომ თამაში იქნება ფიზიკური. ის უნდა იმსაჯო. იქ უნდა წახვიდეს, გახვიდე მკაცრად უნდა იმსაჯო. იქ რისკ ფაქტორი მსაჯმა რომ თამაში ცოტა აცადო, შეიძლება ძალიან რთულ რაღაცებში გადაიზარდოს, რომ მე თამაში ვეღარ დაიჭირო და ეს მოთამაშეები გაკეთცნენ. ამიტომ სარასენსი ბასზე გამოვედი, რომ აი ეხლა ძგაპ, არ ვაცადო, თორე რო აცადო, საშინელებები მოხდება. თვითონ აიღებენ თამაშის სადავეებს ხელში მოთამაშეები. ამიტომ ფიზიკურ თამაში მსაჯები გამოდიან მაქსიმალურად, რომ ეს ზღვრები დააწესონ. მაგრამ არის თამაში, როდესაც აი მაგალითად 6-ერის ფინალიც იყო ინგლისი, საფრანგეთი. იქ ვიცოდი რა თქმა უნდა ფიზიკური იქნებოდა, მაგრამ იქ ვიცოდი რომ ჩემი რისკ ფაქტორი თამაშის მიშვების უნდა გამეზარდა, იმიტომ რომ ის იქნებოდა სპექტაკლი რა და იქ რისკები ავიღე, მე როგორც მსაჯმა ცოტა შევინიღბე, ვაცადე მოთამაშეებს, ვაცადე რომ რაღაც ძალიან მაგარი რაღაცები გაეკეთებინათ, იმიტომ რომ საოცარი მოთამაშეები იყვნენ და მაგან გაამართლა 46-ით 43 დამთავრდა და რაღაცა 95 ქულა გაკეთდა და აი საოცარი სპექტაკლი იყო რა. მან შეგილია რომ ცოტა ჩრდილში წამოხვიდე და აცადო მეტად flow, ანუ რითმი აცადო თამაშს რა. თორე იქაც შემიძლია გამოვიდე და არ ვასუნთქო და ვტვინო. მე თავს დავიცავ.
მაგრამ თამაშ დავანგრევ რა. ამიტომ საჯი ყოველთვის რაღაც რისკ ფაქტორზე მიდის, როცა აცდის თამაშ და აი ერთი რაკი, ორი რაკი, ყველა რაკში რაღაცა შეგიძლია მონახო. ყველა რაკში რაღაც რაგბი ისეთი რაღაც სპორტი არის სამსაჯო რა. ამიტომ რისკს იღებ. და აი თქვენი კითხვა როგორ ხდება თამაში დინამიური, იმით რომ საჯმა რისკი უნდა აიღოს. რისკი რაში მდგომარეობს, რომ მე როცა ვაცდი, დიდი შანსია რომ რაღაცაზე თვალი დავხუჭო. აი ეს თვალის დახუჭვა მე შეიძლება შეცდომაში ამესახოს და ის გუნდი მომედაოს და ანუ ხო ხდება რისკ ფაქტორი. თორემ მე შემიძლია ზღვარზე უნდა გაიარო. ზღვარზე უნდა გაიარო რა. ამიტომ ძალიან მაგარი მსაჯები დღეს აი ამ მომენტს და ჩვენ ყოველთვის თავარი სამსაჯო ფილოსოფია არის ბალანსი, დინამიკა. ანუ სანქციის ბალანსი დინამიკის წინააღმდეგ და ყოველთვის ეგრევ დავობთ ერთმანეთში რა ის რო გვაქვს დისკუსიები რომ ბალანსში ჩაჯდა ეს სანქციის თუ დინამიკაში გადარდა რა. ამიტომ აი ეს ძალიან მაგარი მსაჯები ამას ფლობენ რომ აი ამ ბალანს რომ აი სად იყოს დინამიკა, სად იყოს სანქცია. და ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სოფლიო რაგბი, იმიტომ რომ როცა ეხა ინგლისი საფრანგეთია და თქვენ მიდიხართ სტად დე ფრანსზე და ბილეთში გადახდილი გაქვთ 200 ევრო და იქ ფრენა გაქვთ აღებული და სასტუმრო ჩემი სასტვენის ყურება იქ არ გინდა. თქვენ გინდათ რომ ნახოთ სპექტაკლი. ამიტომ მე ძალიან მაგრა უნდა ვიყო გამსჭვალული ფსიქოლოგიურად პირველ რიგში რომ ეს რისკები ავიღო და ძალიან რთულია მაგ რისკების წასვლა რომ მე რაღაცებს თვალი უნდა დავხუჭო და იცი რომ ამას მოყვება ისევ შენი შეურაცხყოფა, შენი მედია ამაზე დაგწნეხავს, მაგრამ საბოლოო ჯამში თამაში გამოდის მაგრად. ამიტომ ხშირად მომისმენია კომენტარი რომ აუ ძალიან მაგარი თამაში იყო, მაგრამ საჯი იყო საშინელება. ეგორი რაღაცა ერთად არ გამოდის. ხო. ძალიან მაგარი თამაში თუ იყო, ესე იგი საჯმაც ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთა, თვალი დაუნახავი, რა თქმა უნდა, უკნიდან რომ ეს თამაში ძალიან მაგარი ყოფილიყო რა. ამიტომ აი კომენტარი ცოტა ჩემთვის ლოგიკოა. რაღაცები ყოველთვის იქნება რა, რაგბი ისეთი სპორტია, ნაცრისფერ მომენტებს ვეძახით, რაც 2 გაგრძელება, 3 გაგრძელება არის და ხშირად საჯები რომ შეკრებები როცა გვაქვს ლონდონში გვაქვს ხოლმე შეკრებები ეგ დიდი ტურნირის წინ, სადაც განვიხილავთ ესეთ მომენტებს, ხშირად ვერ ვთანხმდებით, რომ სიტყვაზე სამხრეთელები სხვას ამბობენ, ჩრდილოელები სხვას ამბობენ და რაღაც მომენტები ესეა. ესაა თამაშის ბუნება და ამას უნდა ვიცოდეთ, რომ როცა გულშემატკივრის ჭრილიდან უყურებთ, რომ რაღაცეები ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ წამოვა სამსაჯოს თვალსაზრისით, აუც რასაც არ დავეთანხმებით. მაგრამ რაღაცეები, რასაც ძალაუნებურად ქვეცნობიერად დავეთანხმებით, იმათი წინააღმდეგ წამოვა. ამიტომ ეს ყოველთვის რაღაცა ბალანსში ექცევა რა მე. რამდენად გასაგებად ახსენია აი ხა ნიკა შენს ძალიან ისეთი რაღაცა მითხარი, რომ აი თამაშიდან გამომდინარე შენ განწყობას ისე აწყობ. ეხა პირველად სოფლიოზე რო გავედით, რა ხა ინგლისთან ვარ ჯგუფში და ისეთი ის მოგვივიდა, ხო რაღაცა ურთიერთობა. რა ინგლისთან? ხო არა, ხო თარა ინგლისთან კაცი ვოდვორდი აშენებდა ამას რამდენად ხო და იქ ეხლა, ნუ ხო იცი ყველაფერს აქცევ ყურადღებას რა, როგორი სტაფია, როგორ მუშაობენ რაღაცა და სტაფში ყავდათ საჯების მწვრთნელი ეგრეთ წოდებული რა, რომელიც თამაშზე ხო ყველა მიცის ვინ არის და ამ მოთამაშეებს შესაბამისად ამზადება. მაგრამ ხა შენ წინააღმდეგ რა უნდა იმასაკნას ეხა იმა თქვა რა რჩევები უნდა მიცეს, იმიტომ რომ მიხდირას გეუბნები. აი ხო არის რაღაცა, ყველას ეხა შენც რაღაცა ის ხო მიხდია ერთ სასაცილო ამბავი მახსენდება მაგაზე. ეხლა ძალიან მაღალ დონეზე აიყვანეს. დღეს თან ხელოვნური ინტელექტი და ეს რაღაც ვიდეო ანალიზები და შენ დოსიე და შენ პროფილი ეხა მაგარ გუნდებს ისე აქვს შესწავლილი რომ იციან შენ როგორ სწავლობ ისე ინტეგრეს სწავლობ რა, იციან რომ აქ რას დასტვენ იმას იზავ ვისი უფლე შერკინებაში როგორი ის გაქვს, იმიტომ რომ როგორც ვამბობ ნაცრისფერია და შენს პატერნულ თვისობრივ საჯობას სწავლობენ ძალიან მაგრად. ერთხელ ჩემპიონთა თასს საჯობდი მონპელიე ოსპრისი იყო და მონპელიემ თხოვა რომ მიღებული პრაქტიკა რომ ზუმში წვნელი და მსაჯი ჩაერთვებიან, სადაც 2 დღით ადრე თამაშამდე და გავიაროთ რაღაც მომენტებიო რა. კი ბატონო, ჩავერთე ზუმში და კამერა შეტრიალებული ქონდათ და შეცდომა ქონდათ, ანუ პირიქით უნდა მოეტრიალებინა, სადაც იჯნენ და დააიწყოთ დაჭერა და იქით უყურებდა კამერა და რო ჩაირთო იმათი ზუმი, იქით უყურებდა იმათი კამერა და კედელზე ვარ მე, ჩემი სურათია და ყველა ფაქტი, ყველაფერი, რას ვაქცევ ყურადღებას, შერკინებას, რაგში, იმას ესე უყურებ და ჩემ თავზე მე რო არ ვიცი, მე რო არ ვიცოდი თურმე ისეთი ფაქტები წავიკითხე დაახლოებით 1 წამში და გამეცინა რა და იმათად თვითონაც გაეცინათ რომ ხო ჩვენო ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ საჯის იმას და სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ
ეს არის სპორტი ალბათ, სადაც ყველაზე მეტად არის მსაჯის ფაქტორი განპირობებული, იმიტომ რომ ამ დონეზე მსაჯი ერთვებოდეს, ანუ პროცენტულად ყველა, ანუ სამივე მხარეს, A გუნდს, B გუნდს და მსაჯს პროცენტულად, ანუ თამაშის მნიშვნელობაზე ფაქტორი გააჩნია 33.3%. ანუ ყველას თანაბარი ფაქტორი გვაქვს, ყველას გააწყვეტილება თანაბრად მოქმედეს თამაშზე რა და ჩვენთვის ეგ არის კატასტროფა, იმიტომ რომ ანუ ადრე იყო ეგეთი 35-ზე თუ ახვედით ადრე იყო ეგეთი გამოთქმა, რომ აი კაი მსაჯობა ისაა, როცა ვერ ამჩნევ. აღარ არის ეგ გამოთქმა, წარსულს ჩაბარდა, იმიტომ რომ დღეს ისეთ ტექნიკური გახდა თამაში და აი ეს არის ზუსტად კიდე ცალკე საკითხი, რამდენად აუბით ჩვენ ამას მხარს ქართველებმა და ჩვენმა მენტალიტეტმა და ჩვენმა მიდგომამ. მაგრამ იმდენად ტექნიკური გახდა თამაში, რომ არ შეამჩნიო მსაჯი დღეს აღარ გამოდის რა. აი და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ჩემი არით რაღაც არასწორი ნაბიჯები მიიღო რაგმა მაქხრივ რა. ესეთ ტექნიკური, ესეთ თამაში არ შეიძლება იყოს. ეს არის თამაში, რომელსაც უნდა ისუნთქოს, ეს არის თამაში, რომელსაც უნდა იყოს, აი ეს ადრე იყო რა, აი დარბოდნენ რა, ეს ფრანგების ეს მარაო, შემპეინი რა. აი თქვენ რო თამაშობდით რა 20 წელი, მაშინ გახსნილი თამაში იყო. აი ეს ამდენ დეტალს არ ექცეოდა ყურადღება რა და ვიტანჯებით. კი ეხლა გასაგებია ფიზიკური გახდა, მონსტრები არიან ძალიან, მაგრამ და რაღაც დაცვითი მექანიზმები უნდა იყოს, მაგრამ ეს თამაშის ესე პატარა მარწუხებში მოქცევა ჩემი არის დანაშაული. ეს თამაში უნდა იყოს გახსნილი, თამაშმა უნდა იფრინოს, ისუნთქოს რა, ამიტომ არ ვიცი ხა რამდენად სწორია. რა გადაწყვეტილება მოაქცეს? უამრავ მაგათ ესე ერთი გადაწყვეტილება არ არის. აი ეს როგორ არის ისეთ ანუ მწვრთნელებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს რა გავლენიანმა მწვრთნელებმა აი მაგალითად ედი ჯონსმა, რასი ერასმუსმა, ესეთმა მწვრთნელებმა თავისი ინტერესების და გამო თამაშში შეიტანეს უამრავი დეტალი, რომელიც ეგრეთ წყალებში რო ვთქვათ მიძინებული იყო წესების წიგში და აი მაგალითად რაღაცა დიდი მწვრთნელი ვარ, თამაში წავიდა, რაღაცა წესი, რომელსაც არ აქცევდა არავინ ყურადღება, რაღაცა მოხდა, მსაჯმა ეს წესი არ იმსაჯა. მე ამის გამო ვიზარალი და მე მსოფლიო რაგბთან გავაგზავნე საჩივარი რომ აი ეს წესი არის და თქვენ არ მსაჯობთ ამას. ერთი ესეთი საჩივარი, ორი ესეთი, სამი ესეთი და წესი ყველა მწვრთნელი მაგასა, ყველა მწვრთნელი თავის სპეციფიური ინტერესის გამომდინარე ხა აფრიკა მოულში მაგალითად ინგლისი რაგში, კედი ჯონს რა. ეს ერთი რაღაცა ნიუანსი დაემატა, მე მეორე დაემატა, მესამე, მეოთხე და საბოლოო ზვავი გახდა. დეტალების ზვავი, რაც დღეს შევიტანეთ თამაში და ამიტომ არის რომ ხანდახან ძალიან რთულად აღსაქმელია თამაში და ძალიან უჭირს ახლად მოსულ ადამიანს ნიუანსებში გარკვევას, რომ აი რა ხდება. ამიტომ ადრე თამაში თქვენ დროს იყო ძალიან გახსნილი, დინამიური და დაფრინავდა თამაში. ეხლა ძალიან ბევრი დეტალია, აი რაგში, ხელი დადო და სანტიმეტრი იქნა და ჩემი ერთ არ შეიძლება თამაში ესეთი იყოს. ძალიან რთულია დღეს თამაში. მოთამაშეებისთვის არის ძალიან რთული და ჩვენთვის არის ძალიან რთული სამსაჯოდ რა. ყველა მხარისთვის ძალიან რთული. მაგრამ რაღაც მაკუხრივ წავედით რა და კიდე ეს რაღაც დისონანსი და დისბალანსი იწვევს ელიტ ნაკრებებსა და მეორე ნაკრებებს შორის რა, იმიტომ რომ ისინი ძალიან სწრაფად უღებენ ალღოს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აქვთ ინფორმაცია, აქვთ რესურსი. ჩვენამდე ინფორმაციაც გვიან მოდის. ჩვენი მოთამაშეები მაღალ პროფილურ გარემოში არ არიან მერე რომ ესე გუნდურად აუღოთ ამას და საბოლოო ჯამში გამოვდივართ რომ ძალიან უკან ვართ რა. იმიტომ რომ დღეს დისციპლინა და აი თქვენ ახსენებთ საშთა მუშაობენ ნაკრებში მსაჯები დღეს ჩვეულებრივად. მუშაობენ და მაგის გარეშე წარმოუდგენელია. აი მე არ ვიცი ელიტარულ გუნდს როგორ უნდა ქონდეს რამეზე პრეტენზია თუ დისციპლინაზე საშთთან აქცენტს არ არსებობს. ამიტომ მიუხედავად იმისა, მაინც ხან გაგიკვირდება ისე. ხო, ეხლა ხალხი ამბობს, რომ აი ქართული შერკინება დასუსტა რაღაც ისე ვეღარ ვარ. ანუ მაგაზე არავინ არ საუბრობს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ დღევანდელ იმ რაღაცა მიდგომებს ჩამოვრჩით რა და მაგიტო გვიჭირს, მაგიტო იტალიასთან ნოემბერში რამდენი თამაშგარე ავიღეთ. იმის გამო რომ მარტივი თვისებას არ ვაკონტროლებთ, რომ მოთამაშეს აი ამ სკანირებას, შიდა სკანირებას ფეხზე არ აკეთებს, რომ ნახევარნაბიჯით უკან დაიწიოს, რომ ის თამაშგარი დღეს მაგაზე კლავენ მსაჯები. აი ისეთი, ანუ ისე გამკაცრდა მაგაზე. ადრე იყო რომ თუ იდექი არ არის სუფთად აშკარა გაატ. არა დღეს სანტიმეტრებზე ეს ლოკატორები ვდგიყურებენ. ამიტომ აი იმდენი ბევრი დეტალია ესეთი, რასაც ჩვენ რაღაც არაუბით ხარი და იქ აიქნება უფრო დაგვიზუსტო აი ჩვენი დომინაცია შერკინებაში, სტატიკაში. რატომ განაიტრავდა ეს აი მაინც რა თამაში შეიცვალა ეს ერთი და კი ბატონო არა პრობლემა. 2015-ში სხვანაირი მიდგომა იყო რა 2015-ში ეგეთი მიდგომა იყო რომ შერკინებაში თუ მოერეოდი აიღებდი ჯარიმს. ეხლაც ეგრეა, ანუ თუ პირწმინდად დაჩაგრე, ეხლაც გეკუთვნით ჯარიმა, მაგრამ
ძალიან ბევრი მექანიზმი დაემატა შერკინებას, რაც მაშინ არ არსებობდა. არ არსებობდა საყრდენი ფეხი. არ არსებობდა 9 ნომრის შიდა ხარი. არ არსებობდა ეგრეთ წოდებული ოვერლინი, ანუ სივრცის შეჭმის მექანიზმის კონტროლი. არ არსებობდა სტაბილურობის კონტროლი. არ არსებობდა, ამიტომ დღეს ამდენი ნიუანსი რო დაემატა, ხო? და საყრდენი ფეხის ნიუანსი მთავარი არის, ჰუკერ საყრდენი ფეხი უნდა გქონდეს, ეგრეთ ჩვენებურ ენაზე კვაჩს, ხო? საყრდენი უნდა გქონდეს გადატანილი და ნახავთ, რომ სანამ საჯი იტყვის სეტს, აი კვაჭის ფეხს რო დააკვირდეთ, წინ არის ის. ეგ ძალიან ასტაბილურებს შერკინებას რა. ადრე როგორ იყო, იცი შეგეძლო ეგრეთ წოდებული ეს ძველი ჟარგონი. ეხლა ხმარობენ ხოლმე ქართველი მოთამაშეები, რაც არასწორი, ემპაქტი მოვიგე, ანუ დარტყმა მოვიგე. რას მოიგებ? დარტყმა თუ მოიგე, ნიშნავს, რომ ზედმეტად წნეხავ იმასა და თავშფალი შენ წინა. იმდენი მექანიზმი შემოვიდა, დაახლოებით 7-8 საკვანძო მექანიზმი დაემატა შერკინების კონტროლს, იმიტომ რომ შერკინება პირველი მსოფლიო რაგბის არის უსაფრთხოება რა. იქ ვიღაცა ჩავარდა და კისერი ცუდად ჩაყვა. დაამთავრა იქ შერკინების დომინაციაზე საუბარი. ამიტომ ყველა ეს კონტროლის მექანიზმი დაემატა ერთ მომენტს, რომ სტაბილურობა შეიქმნას მეტად შერკინებაში. ადრე იყო, რომ შევიდოდით, შეგეძლო ცოტა სივრცე შეგეჭამა, თავიდანვე უკვე მოგეგო შერკინება და მე მარტივად მიაწვებოდი რა. და ამას აკეთებენ ქართველი მოთამაშეები ძალიან მაგრად. ეხლა შეიცვალა ეგ მიდგომა, საჯებმაც ძალიან მაგრა შეცვალეს მიდგომა, რომ აი ოდნავ წნეხში ჩააგდებ, არ არის სამართლიანი ბურთის შეგორებამდე წნეხავ, თავისუფალი შენ წინა. ამიტომ ამის განიარაღება შერკინების გახდა ძალიან მარტივი. მე თუ შერკინების მწვრთნელი ვარ და იმ გუნდმა 5 შერკინებიდან თავის 5-ვე მომიგო, ესე იგი ჩემი ანუ საშინაო დავალება ვერ გავართვი თავი. მინიმუმ იმდენს გაგიკეთებს სუსტი გუნდი დღესდღეობით შერკინებაში, რომ 50-50 სურათ შეუქმნის საშტამ საჯი იტყვის, რომ ან ბურთი გამოიყენე, ან არ დავაჯარება. აფრიკა არის დღეს საუკეთესო მაგმხრივ რა. იმდენად მაგრად აკონტროლებენ მაგ მექანიზმებს და პლუს შერკინების გეოგრაფიას ფლობენ. შერკინების გეოგრაფია არის შავი ხელოვნება ეგრეთ წოდებული, რაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, ძალიან ცოტა ადამიანი მაგაზე საუბრობს რა. ამ მომენტებს ძალიან ფლობენ. მიდგომა ქონდა სამხრეთ აფრიკას, რომ ჩვენ გვინდა რომ ყველა შერკინება ჩვენ ჯარმით დასრულდეს. მოუწია მაგ მიდგომის შეცვლა, იმიტომ რომ მაგას ვერც აფრიკა ვერ აკეთებს რა. და იციან ამ შერკინების გეოგრაფიით გათვალისწინებით, სად გაგატანონ ბურთი, სად არის შანსი რომ მეტად წამოიღონ, სად არის შანსი ჯარიმის მეტად და ამას ისე მაგრად ფლობენ და ისე მაგრად იყენებენ, რომ საბოლოო ჯამში სურათი იკვრება ის, რომ აფრიკის შერკინება არის ძალიან მაგარი და ეგრეც არის. მაგრამ ამის უკან კიდე ძალიან ბევრი დეტალი დგას. ის რომ აი ახლა მივაწვეთ ბიჭებო, ეგრე აღარ არის რა. 22-ში მიაწვები 50-50 სურათზე საჯისთვის რა არის მარტივი. ჯარიმა შენ წინა აღდე, გიტყვის რომ შიგნით აწვევი, არ გაერთულებს საქმეს, მოგცემს იქ შეტევას, ეხლა რომ მოლი იმსაჯოს და მე წითელ ზონაში იმსაჯოს, მარტივად გამოვა 22-დან თენჩი გადმოიტანს 13. ეს არის შერკინების გეოგრაფიის ერთ-ერთი მაგალითი. კიდე ბევრი რაღაც ფაქტორი არსებობს რა. ამიტომ მთელი ამ მექანიზმებით, ეხლა შეიძლება მაყურებლისთვის რაღაც ახალი იყოს, ბევრი დეტალი იყოს. ის აღარ არის, რომ აი 2015-ში ადრე ცოტა სივრცე მოუგო, ცოტა იმპაქტი დავარტყათ, ცოტა იქ ის არის გაუკეთოთ. ამიტომ ამ მექანიზმების გათვალისწინებთან ის რომ ვიდეო ანალიტიკა დაიხვეწა და შერკინების მწვრთნელებმა იციან საშინაო დავალება როგორ გააკეთონ და 50-50 სურათი შექმნან, თუ არ მიგაწოლებინებ რა, ანუ ჩავაგდებ, შიგნით შევალ, რაღაცას იმას ვიზავ, ამას ვიზავ. შეიცვალა ეგ ის რა, ძალიან მაგრამ ამიტომ გუნდებით გადაეწყნენ. შერკინება რითი არის კარგი, რომ 16 მოთამაშე არის, პლუს 9 ნომრები ერთ სივრცეში და სივრცე ძალიან ბევრი რჩება. ამიტომ გუნდებით გადაეწყნენ მაგაზე და აი ეს გეოგრაფიას იყენებენ ძალიან მაგრამ სად გამოიტანონ, სად აქვს მეტი ჯარიმის შანსი რა. ამიტომ აი ამასაც პირდაპირ ვიტყვი რომ გაგვიჭირდა მხარი აუბათ მაგ ყველაფერს და მე მაგიტო ჩანს რომ ჩვენ შერკინება ვეღარ არის ოპტიმალური. რა შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ ძალიან ისეთ საკითხია. საინტერესოდ ლაპარაკობ. ეხლა ეს ჰუკერის მომენტი, ფეხის მომენტი, ეხლა ეს ნიუანსია რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ხო ძველ დროში როგორ იყო? ძველ დროში იყო აპერკატი ქვევით. არა, ძველ დროში ეხლა მე შემიძლია მოთამაშეები დავასახელო, ჩვენი მეგობრები არიან, რომ ისე თამაშობდნენ, რომ ახლანდელი წესებით პირდაპირ გასროკავდნენ. ხუთას კი არა და წითელს პირდაპირ ციხეში დაუჩვენ. იმიტომ რომ მიდიოდა შუბლი-შუბლში, მაგრამ აქ ეხლა რო შედიოდი და ხელს რომ დავარტყავდი 9 ნომერს რო ეტყოდი და მერე გამოწევდი ამ ფეხს. ეხლა გეუბნება რომ ფეხი წინ უნდა ფეხი საყდენი წინ უნდა კონდეს, იმიტომ რომ საყდენი როცა წინ გაქვს, როგორ შეგიძლია წინ კონდეს და კიდე წინ ვერ გადაიზნე. ვეღარ მიდიხარ. სივრცეს ვეღარ ჭამ. ძალიან სერიოზული ნიუანსია. ამიტომ აი ეს მაგიტო იყო, რომ ანუ სივრცეს ადრე თუ მოუგებდი, აი შენ სივრცეში მე თუ შემო, იმიტომ რომ ძალიან რთულია რა. პირველი ხაზი მაგიტო ფასობს ვიგად, რომ ურთულესია მან თამაში და მაგრამ როგორი ვარიანტია იცი რომ მე თუ შენ სივრცეს უკვე შეგდებამდე გიგებ
ჩემთვის მე ძალიან რთულია იქ, ამიტომ წნეხს გნობენ. მაგრამ აი მაგის კონტროლები ძალიან დაემატა. პლუს ამას, რაც უნდა იცოდეს მაყურებელმა არის, რომ მსოფლიო რაგბი აკეთებს ამას, რომ შეეკინების წამყვანი მწვრთნელები ვინც არიან რა, ინგლისის ტომ ჰარისონი, დან ჰუმანი აფრიკიდან, ჯეისონ გვარი დამავიწყე ზელანდიიდან, ჯეისონ რაიანი ზელანდიიდან, ანუ ყველა დიდი ტურნირის წინ ეს ჩართვა ხდება, სადაც არიან ეს წამყვანი შეეკინების მწვრთნელები და საჯები. ერთად და ამ საკითხებზე თან ხვდებიან რა და ფასილიტატორი არის ალექს კორბესიერო, ძველი პირველხაზელი ინგლისელი შეიძლება გახსოვდეთ კიდევაც, რომელიც ფასილიტატორია მიყავს ეს და ერთად თან ხვდებით რომ ეს მექანიზმები უნდა დაიცვან. ვილიამ სერვა საფრანგეთიდან ასევე ცნობილი პირველხაზელი და აი ეს დირექტივა მისდით. ესე არ არის, ეს ერთ მექანიზმად ჩამოყალიბდა უკვე რომ საჯები ცალკე და არა, ჩვენ საჯები ეუბნებიან რომ ჩვენ რას მივაქცევთ ყურადღებას მწვრთნელები ვალდებულები არიან მოთამაშეებზე ეს იმუშაონ და გააკეთონ და რაღაცას ვიღაცა თუ ვერ აკეთებს, მე მესიჯი მისდით, რომ ეს გამოასწოროთ. ანუ ძალიან მაგრამ მუშაობს უკან სოფლიო რაგბი ამ ხრივ რა და ამიტომ შეიცვალა შერკინების მიდგომაც შეიცვალა, შერკინების არსიც ცოტა შეიცვალა ამ ხრივ. კიდე გვაქვს ის სურათები, რომ აწובה ერთი გუნდი და ჯარიმდება მეორე, ბასის არასენზე იყო ეგეთი მომენტი, მაგრამ საბოლოო ჯამში მეორე ტაიმში რა მოხდა? შემოიყვანა ბასმა მოთამაშეები 50-40 იქ უკვე სარასნეს დაჯარიმდა, იმიტომ რომ საჯისთვისაც რთულია ის, რომ სულ ერთი გუნდი აჯარიმოს 50-50, ეგრე არც ერთი საჯი ეგრე არიზავს რა მაგას, რა ძალიან ის არის რა. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენ შერკინება კი არ დასუსტდა, ხო? შეიცვალა მიდგომები, შეიცვალა მექანიზმები. კი, გასაგებია. აი ეს მსოფლიო რაგბის ტენდენცია, დიდი ევოლუცია განიცადა ხა რაგბებში, შენ აბსოლუტურად სწორად საბართლიანად თქვი ხლა იქ სად იყო ხლა ამდენი ფაზების გადაბმა და ადრე უფრო ესე დრამატიული რაგბი იყო და სხვა თამაშები იყო და ერთი ფორვარდების ამდენს არ მოძრაობდა თელ მოედანზე. ფორვარდის საქმე იყო, ძირითადად მოთხოვნა იყო მეორე ხაზის პირველი ხაზის ის სტატიკაში მეუეპოვებია და იქ სად იყო ხლა მაგდენი. ალბათ კიდე ისეც ემატება რომ ამ ფორვარდებსაც ცოტა ეს სტრუქტურა ვარჯიშები შეეცვალა იმისთვის რომ მეც დარბიან უფრო და შესაბამისად შეიძლება წონაშიც კარგავენ. და ეს მომენტებიც არის. კონტრასტი რო ავიღოთ 2015-ის ჩვენი ნაკრები თუ გახსოვთ. როგორ და 2019-ის 2019-ში უკვე შეცვლილი. 4 წელში საშუალოდ 8 კილო, 7 კილომ დაიკლო, იმდენად მოთხოვნები გაიზარდა მობილური რაგბის. აი, დიახ, უფრო მობილური გახდა. რა თქმა უნდა, ამიტომ ფეთქებადი გახდა. ფეთქებადობა კიდე ცალკე დისციპლინა არის, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ყურადღება. დღეს ყველა ფეთქებადია რა, ანუ მოთამაშეს ვერ ნახავ რომ ფეთქებადი არ იყოს და ფეთქებადობა იმდენად რძდის დინამიკას და იმდენად ფიზიკურობას რომ ნიკა, აი თქვენ ბევრს საუბრობთ ამაზე, ეს უკვე შემოქმედებაა თქვენი რა და აი ეს თქვა თამაში რას შეიძლება კიდე ველოდოთ რა ახალი რა სიახლეს რა შეიძლება ველოდოთ რომ თამაშის დაუშვა უფრო ყურებადი და უფრო დინამიურობა და უფრო რომ გაიზარდოს არის რამე ფიქრი ამაზე ყოველთვის ფიქრობს სოფლიო რაგბი მაგაზე რა და სხვათა შორის არ მარტო სოფლიო რაგბი თვითონ ცალკეულ რაგბის კავშირებს აქვთ თავისი ხედვები და სხვათა შორის აი ეს ზელანდია ეხლა იყო ერთი თვის წინ იყო ძალიან სერიოზული shape of the game ქვია, ანუ თამაშის ფორმირების კონფერენცია, რომელიც იმართება ხოლმე და თავის ასეთ აზრებს აყალიბებენ თავისი ესე ვთქვათ კავშირები, რა ისე ზელანდია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. მოკლედ ზელანდია, ავსტრალია და სუპერ რაგბის ვინც ადევნებს თვალყურს იციან რომ სუპერ რაგბი გადასულია უფრო მეტად სივრცით თამაშზე. უფრო მეტად გაშილ თამაშზე, დინამიურ თამაშზე, მაგრამ ცოტა დაკლებულია ინტენსივობა და ფიზიკურობა რა, იმიტომ რომ შევადაროთ კონტრასტულად top 14-ს მაგალითად და თუნდაც პრემიერში top 14 არის მაგისი, top 14 არის აი ხოცვა ჟლეტვა. მე არ მე ქართულ ბიჭებს როცა ხვდები, ვეუბნები ხოლმე რომ აი არ ვიცი ყოველ კვირა მაგას როგორ უძლებთ, არ ვიცი, ეგეთი ფიზიკური ჩემპიონატი, არ ვიცი. მაყურებელი სავსე, გისტვენენ, ერთი ამბავი, ნებათაღელვა, ძალიან მაგარია, ჩემთვის ნომერ პირველია top 14 რა. ამიტომ ეხლა რა მოხდა, რომ დაეტაკნენ ერთმანეთს შეიძლება არ იცოდეს მაყურებელმა ეს დაეტაკნენ ერთმანეთს კავშირები რა. ზელანდია, ავსტრალია გაერთიანდა
და ამბობენ რომ თამაში არის ბევრი ფეხის დარტყმა, თამაში არის მეტად ესე ვთქვათ ჩახურული, ესე ვთქვათ რაკში ძალიან დიდი ბრძოლა. თამაშის სათამაშო სუფთა სათამაშო დრო უნდა გავზარდოთ რა. დღეს კარგი სათამაშო ესე სუფთა სათამაშო დრო არის სადღაც 35 და ზევით. ზოგი თამაში არ ტყავს 42-43, ან სუფთა სათამაშო დრო თამაშობს. ხო, როცა ბურთი არის მოძრაობაში. ზელანდიას და ავსტრალიას აქვთ ამბიცია რომ უნდა ავიყვანოთ ეს 45 და ზევით. რაც სერიოზული ამბიცია, ამას სხვა ფიზიკური მომზადება სჭირდება რა. გაერთიანდნენ მეორე ფლანგზე აფრიკა და საფრანგეთი. და უთხრეს რომ არა, თამაში ძალიან კარგ მდგომარეობაში, არაფერი ცვლილება არ მდებარეობს. ჩვენ ერთ-ერთი უნდა ვიფიქროთ ეს ბარათების ეს წითელი 20 წუთიანი წითელი როგორ მეტად ოპტიმალური გავხადოთ. დინამიკის მხრივ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს და ეს დაეტაკნენ ერთმანეთს რა. იმათ უნდათ ცოტა შერკინების შემცირებები. მოლის შემცირებები, მოლის ძალის არის რაღაც მექანიზმები რომ შეგიძლია მოლი დაასუსტოს, შეგიძლია შერკინება დაასუსტოს და მეტად სივრცეში წავიდეთ. ფრანგებმა და აფრიკელებმა თქვეს რომ არა, ჩვენ ეს არ გვაწყობს, ეს თამაშის სერიოზული ტრადიცია შერკინება და მოლი, მაშინ დავევსკავსებით 13 კაცას და არა, უნდა იყოს როგორც არის, ფიზიკურობა უნდა იყოს, შერკინება უნდა იყოს, მოლი უნდა იყოს და ასე შემდეგ რა. იქ იმათ ქონდათ გეგმა რომ აი რაღაცა მოდი თუნდაც რაკი რო ჩაიხურება, მივცეთ თავისუფალი შერკინების ნაცვლად 9 ნომერი 5 წამში თუ არ გამოიყენებს ბურთს მივცეთ თავისუფალი ანუ იმათ უნდა შერკინებების შემცირება სტატისტიკურად და პლუს მოლზე რაღაც მომენტები ჰქონდათ. ამიტომ ეს კავშირები დაეჯახნენ ერთმანეთს და გაიმარჯვეს აფრიკისა და საფრანგეთის ალიანსმა, რომ საბოლოო ჯამში იქამდეც მივიდა, რომ ფრანგებმა საკმაოდ წავედ უთხრეს, რომ რა ამბიციებით საუბრობთო თქვენ, როცა სუპერ აქვს რომ უყურებს საკლუბო ცარიელი სტადიონები გაქვთო და შეხედეთ top 14-ს ყველა თამაში გაყიდულიაო და ინგლისო რა და ინგლისს ნეიტრალური ეჭირა, მაგრამ ნუ ესეთი რაღაცა ჟარგონულად ტიკავები მიდის კავშირებს შორის რა. ამიტომ ამბობენ რომ რაგბი ესე ვთქვათ დახურული წრის თამაშია რა, მართალია, ელიტა. თქვენ საბსაჯო კორპუსი არიან ჩვენ კი რა თქმა უნდა, ჩვენი წარმომადგენლებიც არიან ერთობიან. ხო, საით ჩვენი პოზიცია ამ ეტაპზე იყო რომ თამაში არის ეხლა კარგ მდგომარეობაში, შერკინებაც არ შეიძლება შერკინებების შემცირება. მოლიც საჭიროა და მოლის სიმძლავრეც საჭიროა და თამაში ჭირდება ეს ფიზიკური ინტენსივობის ელემენტი რა და ეს ფიზიკურობის ელემენტი რა და ეს მარტო სივრცე მაშინ 13 კაცის გზაზე წავთ სადაც არ შერკინება არც მოლია და სივრცეში მიდის გაშლა გამოშლა რა. ამიტომ არ და ჩვენიც ეგ პოზიცია იყო და საბოლოო ჯამში ფრანგებმა და აფრიკელებმა გაიმარჯვეს და ჯერჯერობით ცვლილებები არ იქნება, მაგრამ ზელანდია ავსტრალიას იმიტომ რომ ზელანდია ავსტრალია თუ შეატყვეთ ორივეს რეგრესია აქვს. All Blacks-ით და Wallabies-ით ვეღარ არის ისეთი როგორიც იყვნენ. Wallabies განსაკუთრებით, ხო, მაგრამ ზელანდიასაც სერიოზული კრიზისი აქვს. რატო? აფრიკის გუნდები, ფრენჩაიზები წავიდნენ სუპერ რაგბიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ მოიკლო ფიზიკურმა და ემოციურმა ინტენსივობა. ფიზიკური და ემოციური ინტენსივობა, არ ვიცი ეს ცნება ვის რას ეუბნება, მაგრამ ემოციური ინტენსივობა ძალიან სახასიათო რაღაც არის რაგბისთვის რა. ეს არის როცა იცი რომ უდიდეს ემოციურ წნეხში უდიდესი ფიზიკური გარდასახვა უნდა მოახდინო. და ამის კონტროლი ძალიან უჭირავს. ეს რასმუსის შეშმაკობა ხო არ იყო? იცი ძალიან კარგ მდგომარეობაში, ეხლა მე ერასმუსის მარტო ერასმუსის კისერზე არ გადაწყდებოდა ეს სერიოზული სვლა იყო, მაგრამ აფრიკა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა მაგით რა. იმიტომ რომ დაასუსტა. რა თქმა უნდა და პლუს თვითონ თან სულ პრობლემა აფრიკას რა ქონდა, რომ ავსტრალიაში წასვლა, ზელანდიაში წასვლა ძალიან რთული იყო და სხვა საათობრივ სარტყელში უწევდა და ეხლა ევროპა უფრო ახლოს არის რა, უბრალოდ გონია რომ ზელანდია უფრო ახლოს არის აფრიკასთან ძალიან ცდება. ამიტომ აფრიკამ აქვს ხელსაყრელ მდგომარეობაში, მაგრამ რა მოხდა, ხო? ფიზიკურობა მოიკლო და ზელანდია ავსტრალია რაღაცა ხელბურთს გაშალე კარგია ეს რაღაც მომენტები საყურებელს, მაგრამ აბა top 14-ის მაყურებელს კითხე, top 14-ის მაყურებელი ფრანგი საშუალო ფრანგი თამაშს მთვრალი მიდის იმიტომ რომ იქ ნახოს აი ვიღაცას ნეკნებს როგორ უმტრევა ესე ბოლო თამაში 23 წუთი 0-0 იყო რა. ხო და თან 0-0-ზე რასი ფიქრე ხო ომი და აი ტულუზა ბორდო აი ჩემთვის მეც მაყაიდის კაცი. ჩემთვის რაგბი უნდა იყოს აი კი ეგ ეხა ცნობილი ლოზუნგია რაკი და მოლი რაგბი არის მარტო რაგბი. იცი რა ნუ გამექცევი. როდის გამექეცი იცოც ფიზიკურად დამჩაგრე. ფიზიკურად დამჩაგრე მე გამექეცი რა. თავიდან თუ გამექეცი მე დაჭირობა სპორტი თამაშობ. ამიტომ ფიზიკური დაჩაგრვა არის რაგბის თავარი ასი ჩემი აზრით. იშა ერთი წამია. რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა. სპეციფიური რაღაცები დავტვირთეთ ჩვენი მაყურებელი და პატარა ესეთი ჩელენჯი გვაქვს, აქ არის კითხვები რა. ამოვიდე და როგორ გინდა მოკლედ გინდა განავცე, მაგრამ შენ რაღაცა მოკლედ საუბარი. არც ვეცდები ცოტა მოკლედ. იმდენი დეტალია როგორ არის. არა, როგორც გინდა კაცო. რაგბიში ერთი ისევ იმ საკითხზე ვარ. რაგბიში ერთი კანონი შეცვლა, რომ შეგეძლოთ რა შეცვლიდით. რა შევცვლი და ორს ვიტყვი ჩემო ბატონო რა, რომელიც სხვათა შორის კი ჩემივე იმას უნდა დაუპირისპირდე რა ვთქვი, მაგრამ აი ძალიან ალოგიკური რაღაც ხდება ეხლა წესებში ერთი წესი არის რა. ვიცით რომ როცა რაგში ბურთს მოიგებს გუნდი, საჯისგან გაიგებთ ძალიან ხშირად use-ეთ. ანუ გამოიყენე. ეს 9 ნომერს ეუბნება რომ 5 წამის ფარგალში, იმიტომ რომ ადრე იყო როცა არ გამოქონდათ ბურთი არასდროს რო იწელებოდა და იმიტომ 5 წამის use-ეთ რო იტყვის საჯი 5 წამის მერე 9 ნომერი ვალდებულია რომ გამოიყენოს ბურთი. რატო მოხდა ეს შეცვლილება, ეს use-ით რატო შემოვიდა, რომ თამაში ავასწრაფოთ. კი ბატონო. არ გამოიყენათ რა, რომ 5 წამში ბურთი. რა შვები. შერკინებას ნიშნავთ. ანუ 5 წამის არ გამოყენების გამო თამაშს ვანელებ 3 წუთი. ეს შერკინება მე გადაეწყება, მე ან ჯარიმა იქნება, მე რაღაცა იქნება და 5 წამის გამო თავისუფალი. ამიტომ უნდა იყოს თავისუფალი და მარტივად უნდა გათამაშოს. აი მაგას შევცვლიდი, იმიტომ რომ თუ ამბობ თამაშის ასტრაფების მერე 5 წამში უნდა გამოიყენო ბურთი, მერე თამაშს ვანელებთ სადღაც 3 წუთი და ლოგიკაში არანაირი არასწორია. ამიტომ აი მაგ წეს ნამდვილად რა საკვირველია გეთახმები. და წინ პასის წეს გაუკეთებდი ცოტა რეფორმირებას რა. აბა როგორ? იმიტომ რომ აი დღეს წინ პასი ვერ შევთანხმდით, ვინ როგორ სჯის წინ პასს. საჯების ხრივ ამბობ. ზოგი ამბობს რომ ხაზიდან ხაზა მე თუ აქ გავუშვი. და ანუ სიტყვაზე აქ არის ხაზი, ხო? ეს არის ხაზი. თუ გავუშვი და მიმღები ხაზის წინ აღმოჩნდა და იქ მიიღო წინ პასია, მაგრამ მეორე ჩემი მისკენაც ვარ და მე რასაც ვამბობ, არის რომ ხელის მოძრაობა თუ უკან არის, ან წინ არ არის აშკარად, ანუ ეს არის წინ, ეს არის განზე, ან ეს არის უკან. თუ ხელის მოძრაობა აშკარად წინ არ არის, ხაზებს თავი უნდა დავანებოთ. ამიტომ ეს იწვევს ძალიან, ესე ვთქვათ, არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს რა და ამ 6 ვერსზეც იყო რაღაცა იქ მithქმა მოთქმები რომ აი წინ პასია, ის არ არის. ამ წინ პასზე ერთი აზრი არ არსებობს რეალურად რა. ამიტომ ამის რედეფინიცია, განსაზღვრება საჭიროა რა. არა და მარტივი წესია ხო თითქოს წინ პასი არ უნდა მისცე. ხო. მაგრამ ერთი რამე ავიწყდება მაყურებელს რომ ინგლისელები უწოდებენ relative velocity, ანუ ესე ვთქვათ ფიზიკის რაღაცა კანონია რომ სისწრაფეში როცა გარბიხარ და პასს უშვებ, ხო ის ბურთი ყველა ვარიანტში ინერციით წავა წინ, ხო? ამიტომ აი მაგაზე ვერ ვთანხმდებით რომ ეგ რამდენი წინ პასია ყველაფერი. ხო, ჩემთვის მაგალითად წესი ერთი ესეთი წესია რომელიც ზოგჯერ ვიბნები ხოლმე. გამივარდა ბურთი ხელიდან. და მოწინააღმდეგეს აქვს საშუალება რომ ითამაშოს იმ ბურთზე. და ჩემი პარტნიორი არ აძლევს ამის საშუალებას რომ ითამაშოს. წინ პასი ინიშნება ხშირად ეგეთ შემთხვევაში. მე მგონია რომ ეგ ჯარიმა უნდა იყოს. ეგ ჯარიმა არის თუ თქვენი პარტნიორი თქვენზე წინ იმყოფება. ჩემზე წინ თუ იმყოფება კი, ჩემზე ან ჩემ შემთხვევაში შერკინე. ნო, ერთიც მაშინ. რა არის ჭეშმარიტად კარგი კაპიტნის თვისებები? საინტერესო კითხვაა. რომ მithumetes შენ ურთიერთობა. ხო, აი მარტივად უპასუხებ ამ წესს. ამ კითხვას არ განვარცხო ძალიან დეტალებში. ჭეშმარიტი კაპიტნის ორი მომენტი არის, რაც ემოციების კონტროლი. იმიტომ რომ იცის, ყველა კაპიტანმა იცის დღეს რომ რაღაც გადაწყვეტილებები იქნება, რასაც მის წინააღმდეგ წამოვა და შეიძლება არ დაეთანხოს, მაგრამ აი ძალიან მაგარი უნდა იყოს მაგხრი რომ მიივიწყოს და ეგ არ ჩაიდოს გულში, რომ აი საჯი ჩვენ წინა თორე მე გუნს დაკარგო. მე გუნჩი გადავა და ემოციური წავა. ერთი რომ გაწონასწორებული უნდა იყოს მაგხრივ ძალიან რომ იცოდეს რომ რაგბია ბევრი რაღაცა სწრაფად ხდება, საჯებიც წნეხში არიან და რაღაცა. და მეორე ზუსტად უნდა იცოდეს მისვლის მანერა და დრო საშტ. არიან კაპიტნები, რომლებიც თავს ძალიან მარტივად მოგაკლევინებენ ეგრეთ წოდებული იმდა რაღაც მოვლენ რაღაცა და იმ ეტყვი რომ მორჩა აღარ მინდა არ მოდიხარ ვალიდური რაღაც ანუ სწორი აქცენტებს არ მისმევ აღარ მოხვიდე ესე და თუ რამე ვერ დააჯარი მაგრამ არიან კაპიტნები ვიც ისეთ დროს მოდიან ისეთი ინფორმაციით დრო ან დაგაფიქრებენ ან რაღაცა ინფორმაციას ვიდეომ საშამდე მიგატანინებენ და ის მერე იძულებული იქნება და აი ეს
ამით ამაში ძალიან მაგარი იყო სემუ ვორბარტონი, უელსელი ლეგენდა. ის იყო იმან იცოდა რა დროს უნდა მისულიყო და რა უნდა ეთქვა. ამიტომ როცა იცი ემოციურად გაწონასწორებული ხარ, სწორ დროს მიდიხარ მსაჯთან, როცა იცი მსაჯი როდის არის წნეხში და გააქვს შანსი რომ მიხვიდ, აი მაშინ არის კაპიტანი ძალიან მაგარი და ბუკას ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა ჩვენ ბუკა შარიკაძეს წლები მუშაობდით. მე და ბუკა ეს მომენტი რომ ქონოდა იცოდა აი აქ შეგილია ბუკა, აქ უნდა გამოერიდო, აქ ეს აქ ის და ძალიან ჭკვიანი ბიჭია და ისე მაგრად რაღაც არ გიზგისი მაინც და მაინც რაღაც მისლები არ მომწონდა რაღაც მომენტებში ამეტებდა რაღაც მომენტებში კი მაგრამ ხო რაღაც მომენტებში ამეტებდა ეხა ყველა კაპიტანს აქვს ეგ მომენტი მაგრამ რაღაც მომენტებში ძალიან მაგრად აკეთებდა რაღაცებს და მაქვე მუშაობ მაგრამ სამწუხაროდ ერთიც ცოტა იმას აქვნა ერთიც რამე კითხვა რადაც უნდა ამოვიღო ის არა ჩვენც არ ვიცით რა ჩაღრები რაგბი 20 წელიწადში რა პროგნოზია აიგზალება რამდენ წელიწადში აიგზალება მართლა 20 წელიწადში მართლა ვფიქრობ რომ აი 20 წელიწადში უაი მართლა გულით ჯერა რომ აიგზალება ეს თან არ ვხუმრობ რატო იმიტომ რომ მე ხო თქვენ ახლოდან ხო უყურებ ერთმანეთს ისე ეჯახებიან ახლოდან რო უყურებ რომ გონია რომ ეს მოთამაშე ვეღარ ადგება და წამოდგება ეს კაიფეთო წავა როგორ უძლებთ ამ ყველაფერს აი როგორ უძლებთ ხო აი არ ვიცი ისე ეჯახებიან რაკში ეკიპირებაზე ხო არ ყოფილა არაფერი მსგავსი ნუ ეს ნახევრად ხუმრობით მაგრამ 20 წელიწადში გონია რომ ჩემი პროფესია აღარ იარსებდა ხელოვნური ინტელექტს აგინეთ მე ყველა წევლეთ რობოტი იქნება და იწვევს სვათაშორის ესა ჯაბა ყავდა ჩვენ პირველად აქ პირველმა ჯაბას მალაგურაძესთან გავხსნით და მაგასთან გავსი შეკითხვა გამოვიდა და როგორ შეიცვლება რაღაცა ეგეთი და მაგათ თქვა რომ გაიყოფაო რომ ანუ გახდებიან ჯარისკაცები რომელიც აი მოაწერენ ამ აი როგორც ჯარისკაცი ახლა ომში აწერს ხელს რომ აი მე მივდივარი სიკვდილზე თორე და მეორე ნაწილი დარჩება სამოყვარულო რა რაღაცა 20 წელიწადში ახლა ფიზიკური მონაცემი კიდევ უფრო გაიზრდება თამაში კიდევ უფრო დინამფეთქებადი გახდება და ნუ აი სიმართლე გითხრათ ერთი რაც ჩემ და სამწუხაროდ კიდე ცოტა ეგოისტურად ვამბობ მგონია რომ შეიცვლება თქვენ ცვლილებებზე საუბრობდით აიგრძალება კერდის ზოლის მაღლა ბოჭო აი იქ იქნება ჩემი ერთ ძალიან იგი ცვლილება რაც მაყურებელს ძალიან არ მოეწონება რა ნუ ერთ-ერთი ისეთი მათ სულ მაქვს ხოლმე კითხვა რა უნებლიეთ ხდება თავთან უნებლიეთ ნუ არა შეგნებულად რატომ არის მარდამაის ერთი კაცის პასუხისმგებლობა ეგ იმიტომ რომ გამართული ხარ გამართული თუ ხარ ნიშნავს თვითონაც გამართულია ბურთიანი თვითონ ბურთიანია პრივილეგია არა მგონია საბათლეულო იმიტომ ბურთიანი დახრილი ვერ იყო ხო არა ეს იყო ოდნავ არა ბურთიანი დახრილი ეხლა ოდნავ როცა გარბი ხარ ეხლა ესე გამართული ვერ გარბი ხარ ეხლა იბუნებრივია ხო არა რა თქმა უნდა მოიხარო ხო ნუ აი ეხლა ბოლოთა მაგრამ შენ ვალდებული ხარ რომ bend to the hips ანუ მენჯებში იყო ჩახრილი რა როცა კონტაქტი როგორ იყო იცი ნიკა არ ვიცი ეხლა ეგ თამაში ნახე თუ არა ბურთი აიღო წამოვიდა რაკიდან მე მგონი წამოიღო საკმაოდ ისე ერთი მოდ და მე წონასწორობიდან გამოიყვანა რა მოთამაშე რომელიც ამის დასაჭერად მოდიდა ეს დამცველი ნუ აი ესეთ პოზაში დარჩა რა უბრალოდ აყვა რა ამის მოძრაობას და აი შანსი არ ქონდა დაახრის ეს გაიქანა და აქეთ ხია ამ საწოდავს ისიც გაუსხდა რა და წითელი და პლუსიტელი და გაუშვეს და ესეთი ხდება მაგრამ სოფლიო რაგბი ძალიან უსაფრთხოების ამბავში გეთახმები აბსოლუტურად აი ხა მეც ხომ მომხვდა თავში მე მივხვდი რომ არ იყო ძალიან ისეთი და რაღაცა მაგრამ იქ რა ხდება იქ ხა მან თავში ამიტომ ნუ ხო რაღაც საშინელი შეჯახებები მაქვს მე ნანახი ახლოდან რა და აი მართლა საჭიროა ეგ რა ერთი რა მინდა რომ ჩამოვიდეთ ასე ვთქვათ ჩვენ ქართულს სანამ თუ ერთიც ამოიღოს და მე გადავიდეთ საქართველოს ერთიც კი ბატონო კლუბური რაგბი უფრო საინტერესოა თუ საერთაშორისო ნუ ეს ძალიან მარტივი პასუხია რომ საერთაშორისო რაგბი და 6 ერი და 4 ერი ბევრად უფრო ინტენსიური და საინტერესოა რა თქმა უნდა თავისთავად არა ხო რა თქმა უნდა ახლა ჩემპიონთა თასზე ახლა ბორდო ფასი რომ უნდა იყოს თვის ბოლოს ეგ იქნება რაც იქნება მაგრამ მაგას ვეძახით რომ
ეგეთი გუნდები რომ თამაშობენ, სადაც საერთაშორისო მოთამაშეები არიან რა. ვამბობთ რომ ტესტ ბაჩის თამაში, ანუ საერთაშორისო ნაკრების, მაგრამ 6-ერი როა და 4-ერი, 6-ერი, ეგეთია. ჩვენთან იყო ერთი პერიოდი, ესეთი დომინირებდა ეგეთი აზრი, რომ სულ ფიქრობდი, მაგრამ ვერ მივხვდი მაინც რატო, ცოტა ზედაპირული მეგონა ეგეთი შეფასება, რომ ჩვენ ვთამაშობთ სამხრეთ აფრიკის რაგბის. ეხლა ვთვლათ თამაშობთ სამხრეთ აფრიკის რაგბის, ეხლა ცოტა ხმაბაღლა ნათქვამია, მაგრამ რაღაცა სტილი არისო ჩვენი და მე ვერ დავინახე ეგ სტილი, არ ვიცი, შენი აზრი ამასთან დაკავშირებით, აი როგორია? სამხრეთ აფრიკის აკადემია უნდა აშენდეს საქართველოში ეგეთი წინა ასე თქვა ისა და რაც ეგეთი რამდენად ფიზიკურად რამდენად და ტექნიკურად და უნარების ხრივ რამდენად ვართ ახლოს ეგ რა თქმა უნდა არ ვართ ახლოს მოდი პირდაპირ თქვა მაგრამ სტილობრივად ხა ჩვენ ყოველთვის გქონდა ეს ფიზიკური ეს მომენტი რომ შერკინება გვინდოდა და ეს არ იყო ჩვენი ეს რომ გავერიდოთ ფიზიკურად. ჩვენი ყოველთვის სარაკმო ცნება იყო ფიზიკურობა რა. ამიტომ შეიძლება მაგაში კონტრასტულად მაგაში გავდეთ რომ ეს ფიზიკურობა გვიზიდავს ჩვენც და აფრიკელების სამ ძირითად ფილოსოფიაზე დგას აფრიკული რაგბი, ხო? ეს არის ძლიერი ფორვარდები, შერკინება, რომელიც ფიზიკურად გაგტეხავენ, დაგჩაგრავენ ისე რომ აღარ მოგინდება არც ბოჭვის გაკეთება, არც რაგში შესვლა და გტეხავს. მეორე სტატიკური შედის პირველში ან სტატიკურშიც გტეხავს მეორე მომენტი რომ დამრტყმელი ყავდა ძალიან მაგარი და ამ ფიზიკური დომინაციას ადრეულ სტადიაზე მოყვებოდა ჯარიმები და წნევსი ჯარიმებს გასცემდა სამქულას გიღებდა იქიდან აქედან ეხლაც სტეინი ყავდა ეხლა ის ყავს პოლარდი ყავს ან ძალიან მაგარი დამრტყმელი ყავდა და მესამე კონტრზე დაგიჭერდა და ბრთაყავდა ყოველთვის რომელიც გაქრებოდა იქიდან. ანუ ეს სამი რაღაც არ შეცვლა აფრიკის ფილოსოფიაში. უბრალოდ რასი ერასმუსმა ეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აწია ეს ყველაფერი რა. ხო, ანუ და ჰაერში გეთამაშება. პლუს ძალიან მაგრად რა. ამიტომ ამ სამ ესე ვთქვათ ნარატივზე დგას ეს აფრიკული რაგბი. უბრალოდ იმ დონეზე აიყვანეს. პლუს ამას დაუმატეს საშიშად მაგარი ცოდნა წესების და არ ვიცი ეგრე დონეზე როგორ არიან ეგ ზღვარზე და იციან რა საძე ბევრ საძე ძალიან მაგრა იციან მართლა გეუბნები ეძებეტი და სიაკოლისი არიან აი დადის რაღაცებს იმაში ეგ ვაჭრობს და ყავთ სამთნელ შტაბში იაკო პეიპერი რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მსაჯი იყო ხო გასულ ამიტომ ახლა არ ვიცი ჩვენ რამდენად ერთ-ერთი რას არის რომ ფიზიკურობა ჩვენ არ გვაშინებს რომ გვინ მოგწონს ეს ფიზიკურის მაგრამ ყოველთვის უნდა იცოდეს მაყურებელმა რომ თავარი რაც რაგბში ფასობს დღეს არის რაც ვახსენე ემოციური ინტენსიურობა რა ამის დაჭერა თუ შეგიძლია ხარ ძალიან მაგარი ეს რას ნიშნავს როცა ფიზიკურობის ტემპერატურა იწევს თამაშზე შენი ემოციები უფრო მყიფე ხდება აი ემოციები როცა მყიფე ხდება მე აკეთებ ცოტა ისეთ რაღაცებს, რაც არ უნდა აკეთებ, რომ თამაშგარის ხას აღარ აკონტროლებ, იქ ზედმეტად შედიხარ რაგში ჯარი, ანუ შენი დისციპლინა ირღვევა ემოციურობასთან. აი, ჩვენი თავი პრობლემა არის ეგ. აი, ძალიან მაგარი თამაში უნდა გავიხსენო ეხლა რა, საქართველოს-იტალია ბათუმში როცა მოვუგეთ. პირველი ტაიმი დროზე დამთავრდა, მან თორე აი ჩვენი მოთამაშეები იყვნენ ემოციურად ვიღაცა მოკლავდნენ, დანას გაუყრე, ისეთ ემოციურ მდგომარეობაში ვიყავით რა. ამიტომ აი მთელი ქართული რაგბის დიდი 10-ის ბავშვების აი ამაზე უნდა ვიმუშაოთ რომ ემოციური ინტენსივობა არ იყოს ჩვენთვის აი დამაქცე აი სტადიონზე რა ხდება იცი ნებად აღელვა ეს ძალიან კაია მაგრამ მოთამაშეები უნდა აკონტროლებდნენ თავს რა და მოთამაშეებს რაღაც ემოციურობის ფონზე რაღაცა ის უჩნდებათ გზნობა რომ ყველაფერი შეუძლიათ იქ თამაშგარეშიც იყვნენ ხელით ჩაარტყან მაღალი ბოჭვად გააკეთონ და დღევანდელი რაგბი ეგაა რომ აი რამდენი თამაში ცენტრში ყოფილო არ ეხლა სადაც ბოლო წამზე გადაწყვეტილი 6-ერი იყო თუ რა იყო და აი მithქვამს ჩემი თავისთვის რომ აი შეხედე როგორ 83000 მაყურებელი თავზე გვექცევა ყველას აი რა ხდება და როგორ რეებს აკეთებენ ესენი მშვიდ და წყნარად აი თავის საქმეს რა მაგრად აკეთებენ რა აი ეს არის რაც თელერს ძალიან გვიჭირს არ მარტო რაგბიში ყველა სპორტში ყველაფერში ეს პადებს კითხვას რომ სპორტული ფსიქოლოგია ქვეყანაში რამდენად განვითარებულია მგონებ რომ ძალიან არ განვითარებულია არ არის და თუ ეს წინ არ წავიდა რაც არ უნდა ძალიან მაგარი ვიყო ვარჯიშზე
მაგას მე ვერ გარდავსახავ მოედანზე რა, ესე ემოციური კონტროლი თუ არ გამაჩნია. რა რაგბი არის ეგ თავიდან ბოლომდე. აი რეაქტიულად როგორ რეაგირებ წნეხისადმი. რა, ამ ფიზიკური წნეხი თუ მენტალური წნეხი. ამიტომ თორე შორს წავედი მაქედან, მაგრამ ეს კონტრასტი რომ სამხრეთაფრიკული რაგბი ის ჩემი არის ერთ-ერთი ისა რომ ფიზიკურობა უბრალოდ გვიყვარს ჩვენც რა და მათაც. კი ბატონო, შენი თვითონ ძირითადად შენ ასეს ყვები ზანს მენტალობა არის ერთ-ერთი წამყვანი აქ და ასე ვთქვათ და აი შენი ესეთი კომენტარიც მახსოვს რომ კარგი დაცვის გუნდი ვართ და აი ჩამოვყალიბდით დაცვის გუნდად. ხო და შეიძლება გითხრა ეს ესე ჩანს ხო რომ დაცვის გუნდი ვართ, მაგრამ რაღაცა მომენტში ეს ემოციური ინტენსივობა რომელზეც შენ ლაპარაკობ, რაღაც მომენტში იქ მაინც ეს შეუძლებელია აი ესე როდესაც შენ ფლობა გაქვს სიტყვაზე 20% და 30% ბურთის და დანარჩენი აქ მოწინააღმდეგეს, სულ წითელ ზოლში თამაში ახლა წარმოიდგინე რა როგორი კონცენტრაცია გჭირდება რომ შენ ეს არ ეს დამორიცხულია ეს ამბავი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ალბათ მე ვფიქრობ, რომ ის რაც უბრალოდ რასაც შენ ახლა ხვები და მე ვხედავ, აი შენგან მოდის იმდენი ცოდნა და იმდენი რამე, რომ ეს უნდა ჩაერთოთ. მე მგონია უფრო აქტიურად და მე რაღაცა ჩვენ ვისაუბრეთ და ვიფიქრეთ მე რომ იქნება მენტალობა დამცველი ტიპის ვთქვათ და იმას ვზდით დაუშვათ დამცველს, მაგარ დამცველს კლდე დაუშვათ და ესეთი როგორც იყვნენ თავის დროზე შარბუკა და დათო კაჭარავა 12-ცა როგორც კლდე ისე იდგნენ, თუმცა ჩემ გემოვნებაში 12-13 შეგენი უფრო სხვაგან ჯდებოდნენ, მაგრამ აი ესეთი ბიჭები. ეხლა იქნებ რაღაცები მოვიფიქროთ ისეთი რომ თანდათან შევცვალოთ ეს მომზადების და მენტალობით შემტევი ბიჭი ბავშვი იქნება აბზარდო და გეტყვით რა მე ვიფიქრებ დიახ ძანეთ დიახ ყველა ამბობს ისევ იმ საკითხს დაუბრუნდით რა ქართულ რაგბი აი შერკინება დასუსტა ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემა ჩემი თავი პრობლემა ქართული რაგბის არის რაკი ოპ კი ბატონო ჩვენ მაგეთ მაგის თქმა გვინდოდა რომ რაგში რა ვქნათ. რაგში რა ვქნათ. რაკი რა არის? ანუ ჩვენ რაღაცა მოვიფიქრეთ, ახლა გვაინტერესებს შენ. თამაში თავარი ელემენტი არის რაკი. 75% რაგბის არის. კი. ანუ რაკი რის საშუალებას გაძლევს? ძალიან ბევრი რაღაც საშუალებას გაძლევს რაკი. თავარი ტემპის გენერირება, რასაც თქვენაუბრობთ. მოდის რაკიდან. პირველი იწყება ყოველთვის და ეგ არ შეცვლა. ბურთიანის კონტაქტი. ეს პირველი. მეორე, ბურთიანის პრეზენტაცია. რამდენად პრეზენტირებ ბურთს რა, რომ მტაცებლისგან შორს. მიყოლა სწრაფი გასუფთავება რა. ეხლა რაში რაც მაყურებელი არავინ არ საუბრობს მაგაზე. რაში გაგვიჭირდა ჩვენ ძალიან მაგრად რა. ძალიან მაგრად გვიშიფრავენ რაკს გუნდები და იციან სადნა რომელ სექტორში მოედანზე რა მდგომარეობაში რა ტერიტორიაზე შემოვიდნენ ჩვენთან რაკში. და ჩვენი რაკი არ არის ინტენსიური. ჩვენი რაკი არ არის საკმარისად ძლავრი, რომ მეტოქე ფიზიკურ წნეხში ვამყოფოთ. იმ წნეხში, რომ მოდი სწრაფი ბურთი მივცეთ, იმდენად ფიზიკურად მაგრად არიან, რომ არ შევიდეთ და სწრაფი ბურთი მივცეთ და საბოლოო ჯამში სწრაფურთს უადრევ გუნდს, მე უკანა ფეხზე იცავდა ჯარიმდები, დღევანდელ რაფში ეგრეა, ჯარიმდები და ტერიტორიას კარგავან ქულას აგებ და საბოლოო ჯამში ჩვენი რაკი დღეს ფიზიკურად ვერ ჯაბნის მეტოქეს. ეხლა ისმის კითხვა რა უნდა ვქნათ რომ რაკი გამოვასწოროთ. აი სამხრეთ აფრიკის მენტალიტეტი სათქჭირდება. აბა შედი რაკში სამხრეთ აფრიკასთან. გარანტიას გალე ორი რაკის მერე მესამეზე დაინახავ ახლოს და დაეჭვდები რომ შევიდე თუ არა. რას გიშვებიან იცი? იმიტომ რომ რაკი არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლია უბურთო მოწინააღმდეგეს დაეჯახო. მეტი არსად მაგის შანსი არ აქვს. და შენ თუ მომცე შანსს რომ ცოტა ფერდს მომიშიშვლებ. კარგად იყო. აი ისე დაგეჯახები ლეგალურად, რა თქმა უნდა, ხე თავში არა და ხელს შემოგხვევ, რომ მეორჯერ აღარ მოგიდეს. საშუალება ან ისე ოპტიმალურად ვერ შემოხვიდე რა. ამიტომ ჩვენი რაკი ყველა მომენტს უნდა გავანებო თავი და რაკი უნდა გახდეს საქართველოს პრიორიტეტი. ძალიან სუსტად ვართ რაკში. სოფლიო რო ავიღოთ პორტუგალიასთან, ხო? ბოლოს რაკი ჯარიმა ითქანა ჩვენი მოთამაშეები უყურებ. იქ უნდა ვოკალა ის რა, მიხვდე? ანუ რაკი არის ერთ-ერთი ვარი, აი მაგიტო არის რა, რომ
აი top 14 რატო მოწოს რომ აი რაქები არის აი გაკპარსავე ისე დაგეჯახება ვიღაცა რომ აი ვეღარ უნდა წამოდგე არა და კიდე რამდენი რაქი გაქვს 60 რაქი გაქვს კიდე გასაკეთებელი თამაში სტატისტიკურად ხო დგება 180 რაქი 180 რაქში თქვენ წარმოიდგინეთ ნახევარი როცა ვერ ყრი რამ უნდა სტრაფურთი რამ უნდა მოგცეს მიხვდი ეხლა შენ ნახე ნიკა შენი ძახი ეხლა გასაგებია რაქი რო პრობლემა ეხლა ჩვენც დავინახეთ ეხლა აი შენი გადმოსახედი და ეს ყველაფერი გასაგებია რომ არ გადაგაცლიან და უნდა გაპარსო აი რამე წესი ხო არ გიფიქრია შენ რომ შეიძლება შემოვიტანოთ რომ ამაზე იმოქმედოს დაუშვათ ჭაბუკთა ლიგებში აი ბავშვობიდან დავიწყოთ სადაც უფრო ნაკლებად ის არის ბავშვები ნაკლებად ჭაბუკთა ლიგა სადაც 15-15-ზე მიდის თამაში სადაც უკვე 15 ეხლა არ გიფიქრია იცი წაცებლობა უნდა აკრძალო მაშინ გავაზე დაბლა რა ერთი ეგეთი წესი არის რომ წაცებელი თუ ჩადის ან რაქში მებრძოლი და გავაზე დაბლა თუ აქვს თავი ჩაზნექილი უნდა იყოს ჯარიმა თუ ჩვენ მაგას გავანეიტრალეთ მაგ წესს შემოვიტანთ ისე ხმარებაში ხო დაიკლებს წაცებლობა და გვექნება სწრაფი რაქები რა კიდე ერთხელ აგვიხსენე რა ანუ წაცებლები ხო არიან მოთამაშეები ვინც კი ის ბურსზე ძალიან ცუდი ტერმინი დავიხე ლოჟას რო ეძახი რა აი ამას რო აკეთებს საჯი რა ანუ მარტო ეგ უნდა აუგრძალოთ თუ გავაზე ანუ გავაზე დაბლა ოდი შემის დემონსტრირება გავაკეთებ აი ესე ჩადის წაცებელი და ამის დაბლა თუ ჩაწია თავი რა ჭაბუკებში მithumeში თავი დაცულიც იქნება ეს თუ აუგრძალეთ წაცებლობა მოიკლებს სწრაფი რაქი იქნება და მხოლოდ უნდა ბურთის მოპოვება მხოლოდ უნდა იყოს კონტრაქტით ანუ ზეზეული ბრძოლა რაქის თავარი ფუნდამენტი რაც არის რომ ორი მოთამაშე შეჭიდებული ბურთი ქვევით წაცებლობას თუ აუგრძალეთ და აუგრძალავთ და ანუ კონტრაქტის მომენტი გვექნება მარტო და კონტრაქტის დროს მივცემ საშუალებას რომ ბურთი ამოიღოს შესაბამისად მეტი ბრძოლა გაიმართება რაქში ფეხზე მდგომი სწრაფი რაქი იქნება და ბურთი უფრო მალე გავა იმაში როცა მტაცებელი მოდის მე ნახე მტაცებელი რა შვება ძალიან რთულია ოდნავ თუ დაგაგვიან და ესე მდგომარეობაში მოთამაშე გადაყარო ძალიან რთულია მithumedes კისერზე ვერ მოკიდებ ხელს დღეს და თავში ვერ დაეჯახები და ნიანგისე ბრუნს რასაც აკეთებდნენ ჩასულ მოთამაშეს ვეღარ იზა წესით შეიცვალა ამიტომ ერთი ვარიანტი გაქვს რომ ხარში აი აქ ამოდო და ხელი ააშვებინო მაგრამ ეს ანელებს რაქს მე მიხვდი ამიტომ მაღალი ჭიდის რაქები უნდა ვითამაშოთ, რაც გაზდის ფეხზე მოთამაშეებს, უფრო მეტი ჭიდაობა იქნება რაქში და საჭირო იქნება რომ უფრო ძლავრად შეხვიდე და მტაცებელი არ იქნება და პირებ თუ მოპოვება გინდა უნდა გადაიარო ის რაქი კონტრაქტის ვარიანტში და უფრო სწრაფი ბურთიც იქნება რა, იმიტომ რომ მტაცებელი მოიკლებს მაგხრივ. ჭაბუკებში შეგვიძლია რომ ვცადოთ. აი ჩვენ ერთადერთი ის ვიფიქრეთ რომ აი თქვათ შენ რასაც იძახი რომ შენ რომ იუს რო დაუძახებ და 5 წამში უნდა გაიტანოს, ეგეთი რაღაცა 3 წამიანი გაგვეკეთებინა, რაქის მეღო, რაქის მერე, როგორც 22-დან 22-მდე. ხო, 22-დან 22-მდე და მერე რა თქმა უნდა, ისა თავისუფალია. ეგ ძალიან კარგი, კი ბატონო, მაგრამ მეორე საკითხიც ისმის. აი, სწრაფი რაქი გაქვს, მე რა იმ ბურთს რას უშვები, სად მიგაქ? ხო, ეგრე ხო. ამან უნდა გამოიწვიოს რა. თავისთავად მარტო ეს არ არის. ზუსტად აი, მაგიდან იწყება. ზუსტად მე სად მივდივარ, ხო. ესე იგი, ეს ჩემი აზრით, ნუ დაუშვათ თუ ეს მოხდება, თქვა ბელიგაში ჯერჯერობით და ექსპერიმენტის სახით ის რასაც შენ ლაპარაკობ ეს ცოტა უფრო რთული მომენტებია და შეიძლება ალიგაში უკვე ამაზეც იფიქროთ რა მაგრამ ის თვითონ მენტალობა მოთამაშის მარტო არა მათ შორის მწვრთნელის რომელიც ამზადებს და რომელიც ფიქრობს თამაშზე როგორი თამაში უნდა და ეს ჩემი და შენი პრობლემა არ უნდა იყოს ეს იმათი პრობლემაა და მე რა უნდა უყოს ბურთს ეხლა მე თუ ეგეც მოუყევი ბურთს რა უნდა უყონო და ეხლა მაშინ აღარ ვიცი ეხლა მაშინ აბა ის რას აკეთებს მან უნდა იფიქროს მე რა უნდა უყოს ბურთს აი მე ესე წარმომედგინა 22-დან 22-მდე რომ საჯმა და თქვა ხო ამბობს აი მოლი დაფიქსირდა მოლი ან რაქი ხო აი მას შემდეგ როცა შენ ჩათვლი რომ ეს რაქია უკვე ჩამოყალიბებული რომ დაიწყოს დაუშვათ სამ წამამდე დათვლა თუ დააგვიანა და გადააჭარბა თავისუფალი და ბურთი მეტოქეს ბელიგაში მე ვფიქრობ პრობლემა არ ცოტა ავაჩქარებთ ამათ ეხლა იმიტომ რომ მე ეხლა 18 წლიანებს უყურე ინგლისთან მე მგონი თამაში ინგლისთან
თამაშზე ერთი ეპიზოდი იყო, აი გადასარევად შეუტიეთ, სწრაფად და იყო საჭირო სულ ორად-ორი კიდე ერთი მისმა სწრაფი და იქ ნელა მივედით. ჩვენ ჩვეულები არა ვართ ამ თამაშში. და იქ დაცვა აღარ ეყოლებოდა წინ. ჩვენ რო სწრაფად მისულ ისეთი დაპროგრამებული ხო, აი ეს მომენტია და მოდი მეტი იფიქროს, მეტი თავისუფლება მიცეთ. ეგ არის თუ შენ ვთქვათ აი ამ საკითხში არის რაღაც ნიუანსები, რომელიც შეიძლება ახლა ჩვენ რო ვფიქრობთ, მაგას შეიძლება რაღაც ნიუანსები არის კიდე. რა თქმა უნდა, აქ საჯები უნდა დაждდეთ და პირველ რიგში იფიქროთ ამაზე და რაღაცები კიდე გაჩოთქოთ. რა შეიძლება შლიფოვკა, ასე ვთქვათ, რა ცუდი სიტყვა შლიფოვკა. ხო, რაღაცები გაუკეთოთ ახლა ამას. ხო, გაშალაშინება, უფრო დახვეწოთ. მაგრამ ყველა ფიქრი იქითკენ რომ A და B ლიგები უნდა ავაჩქაროთ. ჩემი აზრით, გეთანხმებით აბსოლუტურად. ერთი წუთი სანამ იტყვი რა, ნიკ, აი უკვე ისეთ რაღაცები მოგვიყევი შენ და ისეთ რაღაცები გითხარი, რომ ნიშამ აღნიშნა კიდევაც, რომ აი ისეთი კუთხიდან უყურებ შენ რაღაც საკითხებს, რომ აი ეს შენი ცოდნა და ეს შენი აზრები საერთოდ გამოიყენება, არის მცდელობა ამის გამოყენების თუ არა, აი როგორ ეს არის მუშაობდი საქართველოს დაკრებთან, ამ საკითხზე და გქონდა რა რაღაცა ძალიან მაგარი დინამიკა გქონდა. ესპანეთს რომ მოვუგეთ დინამოზე, რომელი წელი იყო 21 იყო თუ 20 არ მახსოვს ზუსტად. წნეხში ვიყავით წვიმიან ამინში, თელ თამაში ავიღეთ 4 ჯარი მახსოვს და აი სიხარულით, იმიტომ კი რომ 1000 მოვიგეთ, იმას უიგებთ ისე და ეხლა გამივარდა, მაგრამ მაშინ სუიგებდით. იმიტომ კი არა, სიხარულით, აი მე-9 წელზე ვიყავ სიხარულისგან. იმიტომ კი არა რომ მოვიგეთ რაღაც, იმიტომ რომ აი ამ მიდგომა მიმუშავა. ნუ აი 4 ჯარი მოვიღეთ, ფიზიკურ წნეხში ვიყავით, ესპანეთი გვიტევდა ფინალში და ბიჭებმა იცოდნენ თამაშგარეს, იმიტომ რომ 7 თამაში გადავავით და მოთამაშეებს ჰქონდათ ინდივიდუალური დოსიეები, თვისობრიობაზე ვმუშაობდით, რომ იცი აქ უნდა გაიხედო უკან და საბოლოო ჯამში ყველა ძალიან მაგრად მოერგო რა. ლევან მაისაშვილი ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა. იცი მე რაღაცა ახალი ის რომ მოვიდა, რიჩარდი რომ მოვიდა, ის საერთოდ ინიციატივა არ ქონდა. არც თითქოს ამ ახალ მწვრთნელებს აქვს ამაზე ინიციატივა. არა და დაუშვებელია დღეს კიდე ერთხელ ვიმეორებ, მაგის გარშე არ არსებობს. ანუ იტალიასთან მე გასვლად რო ვითამაშე ნოემბერში, წინა ნოემბერში, გული რატო დამწყდა მაგთან? წაგებაზე კი არ დამწყდა გული. როგორ წავაგეთ მაგ დისციპლინით წავაგეთ ეგ თამაში. რომ მთელი თამაში უბრალოდ თამაში გარშე ვიდექით რა და ეხლა პორტუგალიასთანაც დისციპლინით. ხო, ანუ აი აშკარად რაღაცა მისადგომი, შესაძლებელი. როცა დისციპლინა მაგრად გაქვს და იმ გუნდს არ აძლევ ინიციატივას, ხო, რადგან ფეხს დაგიტყოს, მე და წადი და შეუტიე რა. ჯარიმას როცა აძლევ, გადმოვა და სულ შენ ტერიტორიაზე იქნება. მე ესკალაცია, მე ბარათი, მე ის. ამიტომ არ ვიცი, ახლა ამ ახალ სამწნეულ შტაბსაც არ ქონია ინიციატივა, რაც საფრანგეთში ერომ გარსეს იყავს, აფრიკას იაკობ პეიპერი ყავს, ინგლისს ყველას ყავს. მაგის გარშე აღარ არსებობს. წარმოუდგენელია, ხო, გეუბნები ხა. ხო, ხდება 2003 წლის ამბავს გიყვები და მაშინ პირი დავაგეთ და ხო, მე მგონია შენაირი ადამიანი მაშინ არ ყავდა. არა, შენაირზე არ არის. არა, შენაირი ხა პირველად კი არ ვიძახი. ანუ საჯი რომელიც არც ეხლა თუნდაც. არ ვიცი, აი არც ერთი ვერტიკალი მაგის მიმართ ინტერესს არ გამოხატავს, რაც ჩემთვის არის გაუგონა. ავსტრალიაში 2003-ში რო ვიყავი და ინგლისთან წავაგეთ თამაში, მაშინ და რო შეამჩნია ერთ-ერთმა შერკინების მწვრთნელმა რა ინგლისის რომ მოვიდა და რატო ხართო ცუდ ხასიათზეო. თქვენო იცით ვისთან წააგეთ, სოფლიო ჩემპიონებთანო და აი ისევ რო დაუბრუნდეთ, აი ამ საკითხს რო დაუბრუნდეთ, თქვათ ამ საკითხს, ხო? ჩემი აზრით არაფერს არ მოუტანს რომ ვეცადოთ ავაჩქაროთ, მაგრამ ეხლა თუ სურვილი არის რომ თქვენ მოგისმინოთ, ხო, ეხლა შენ დაუშვათ რაც გითხარი, წინააღმდეგი არ ახარ და ფიქრობ რომ შესაძლებელია ამის ცდა ბელიგაში, ხო, დაუშვათ. ჩემი აზრით ბელიგაში საერთოდ უნდა გაუქმდეს მოგება წაგების ამბავი რა. ეს არის რაღაცა გუნდები და არის რაღაცა მომენტები, რომ აი მოსაგებად ყველანაირი რაგბი ვითამაშოთ რა. მე თამაშობდი ბელიგას, 12 ნომერზე ვიყავი გუნდში და კომბინაცია იყო, სადაც ფეხზე უნდა გავჩერებულიყავი, ახლოსში შევდიოდი რომ მოლი დაგვეყენებინა. რაში წერია ეგ, ხო, ანუ ეგეთი, ანუ მოგება წაგების მომენტი უნდა ამოიძირკვას ბავშვებში. ირლანდიაში ვიყავი გასული პროგრამაზე, რო ვიწყებდი, ბავშვების თამაში ვიმსაჯე, სკოლების
სკოლების რა, ეგ კიდე საკითხი ჩვენ სკოლებში რაგბი არ გაგვაჩნია და სკოლის სპორტი რო კვდება ჩვენთან, ხო? ეგ არის ალბათ ყველაზე გლობალური და ეხლა თუ თამაშის აჩქარებაზე ვსაუბრობთ გლობალურად რომ მიუდგეთ, საერთოდ არ არის ჩემი აზრით იმდენი პრობლემა რაგბის მოედანზე, ვიდრე რაგბის მოედნის მიღმა. მანეჟი არ არის ქვეყანაში. მანეჟი რო დაგჭირდეს, ძალოსნობის მანეჟი არ არის ქვეყანაში. საუნა ისწავლოს ბავშვმა სწორი სიტყვა. დიდუბეში აღარ არის? იქ არ ვიცი, რაღაც ჩაწყობით არის მე. ძალოსნობის არა, ძლეოსნობის. ძლეოსნობის, ხო? ძალოსნობა და ძლეოსნობა, რაც არის ფუნდამენტი ყველა სპორტის, ხო, სწორი სირბილი. ვინმე სწორი სირბილი 14 წლის ასაკში ვაკეში ჟანგებში ვიპარებოდი დარბაში რომ კატასტროფაა ეგ. წარმოიდგინე, იმდენად არასწორად ვარ ახლა განვითარებული ახლა რომ სულ რომ ღამეები ვათენო მე სირბილს ვერ გამოვასწორი. და როცა სწორად ვერ დარბიხარ, რატო გჯობნის მე ბრიტანელი? კი, 18, 17, 20 წლის ასაკში ჯანში გჯობნით, იმიტომ რომ ჩვენთან სხვანაირი მენტალიტეტია, სხვანაირი გენომი გვაქვს ჩვენ, კავკასიური, პროსტატიკური ჯანი გვაქვს. იქ უფრო მოქნილები არის, ფეთქება. საბოლოო ჯამში 20-ის მერე ისე გჯობნის, ის მოთამაშე, იმიტომ რომ ტექნიკა იმას სირბილის სწორადაა განვითარებული, აღქმა აქვს სწორი. ჩემი არის თუ გვინდა რომ აუჩქარდეთ ყველა სპორტში და ფეხბურთსაც იგივე პრობლემა, კალათბურთსაც იგივე, სირბილი უნდა ვისწავლო. სირბილი თუ ვერ ვისწავლეთ. სირბილი ჯერ სიარული უნდა ვისწავლო, ჩემი დამადობით, მაგრამ სირბილი თუ ვერ ვისწავლეთ, ძალიან გაგვიჭირდება ზოგადად ლავირება რა. ამიტომ პრობლემა უფრო ხმა არის ჩემი აზრით, ვიდრე ჩვენ ანუ ჯერ მარჯვენა ფეხი რო თუ გადავდგი, მარცხენა ხელი მიდის წინ. მე და აი ეს არის სტარტი რა თქმა უნდა და ძალოსნობა ქვეყანაში არ არის ეგ სამწუხაროა რო არ არის, თორე მასალა რომ მოგივა გუნდში აი 12-13 წლის ბავშვი რომელსაც სირბილი იცის კარგად, იმასთან მუშაობა ბევრად მარტივია. იმასთან ეთყვი მე რომ აიცი სივრცე აქ აღიქო და აი რაღაცა რა. ამიტომ ეს კიდე ხა რაგბის საკითხები ცალკეა, ბავშვთა განვითარება ზოგადად სპორტული ცალკეა რა, მაგრამ არის რა თქმა უნდა რაღაცა მექანიზმები, რაც თამაშს აგვაჩქარებინებს, მაგრამ აი დიდ დონეზე ხო? რაკი, აუცილებლად რაკი. ეს სამუშაოა ეგა, მაგრამ ნუ თუ დავიწყებთ რაღაცა სიახლეებით, თუ დავიწყებთ თქვა ჭაბუკების დონეზე, ნელ-ნელა ეს უნდა გადავიდეს რა თქმა უნდა დიდებშიც. ოღონდ ამას ჭირდება, ეს არის პოლიტიკა. მე ესე ვიტყოდი რა, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა წესის შესვლა, ეს არის პოლიტიკა, სადაც უნდა ჩანდეს, თქვათ, რაგბის კავშირის მენეჯმენტი პირველ რიგში მათი როლი უნდა ჩანდეს და მე ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, ჯერ ყოველ შემთხვევაში მაქვს იმედი და ეხლა ვერ მოხდება თუ ვიქნებით ჩაკეტილები და თუ ეხლა ერთმანეთს არ გაუზიარებთ ამას, იმ ადამიანებმა, რომლებმაც რაღაცა იციან, ცოტა შიგნითაც ჩახედულები არიან რაგბში. უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს ეს ყველაფერი, ამას სხვანაირად ვერ ნუ რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდმა და ქვეყანამ თავის სარაგბო იდენტობა უნდა მიაკლიოს. ხო? ანუ თუ შენი სარაგბო იდენტობა არ იცი რა არის, სამხრეთ აფრიკას გავარ ეგრე არ არის რა. შენი აი რა არის ქართული რაგბი, ეს უნდა არ ახარ საინტერესო. ვიცით ხო, ფრანგები ვიცით რა არიან, აფრიკელები ვიცით რა არიან, ზელანდია ვიცით რას თამაშობთ. ემოციურად მაგათ არგენტინა გვაქვს მაგალითად ჩვენ ხო, არგენტინამაც როგორ გამოხვე ის ქნა, ხო, როგორ დაასტაბილურა. არგენტინამ ცვლილებები განახორციელა. ეხლა მე სამსაჯო ტექნიკური თვალსაზრისით ვაკვირდები, შოკი მქონდა. მე არ მეგონა არგენტინული ესე ხელსისხლიანი ხალხი თუ ესეთი შეცვლიდა რაღაც მომენტებს რა, სივრცის უსაფრთხოება და აი თამაშზე ვამბობ ტექნიკურ მომენტებს, ისეთი ცვლილებები განახორციელა, რომ აი დღეს არგენტინა არის, არ ვიცი. ვინ დაკარგა ცოტა იდენტობა, ეს არის ავსტრალია. ავსტრალიური რაგბის იდენტობა ცოტა ეხლა მიმართულებაში აერიო. ზელანდია მაინც ობლექსია და ეს ძალიან დიდი ის აქვს რეგალია, ეგ იპოვნიან. ირლანდიამ როგორ, შოტლანდია როგორ წამოვიდა, იტალია როგორ წამოვიდა. ანუ ყველამ რაღაც თავის იდენტობა წაიყვანა. ჩვენ რაღაცა ვხვდები რა კეპლიც და ამიტომ აი შენი იდენტობა უნდა იცოდე, შენი სახასია ხა აფრიკის რაგბს გავართ, ეგ არ არის შენი იდენტობა. შენი ეს 2015-ში გქონდა. მამუკა ყავდა, ვიტო ყავდა, ზირაქა ყავდა, მეკო ყავდა, ძალიან მაგარი ხა არ მინდა ვინმე გამოვართ. მეკო ყავდა, ძალიან მაგარი მოთამაშეები ყავდა და რაგბიც მაშინ ისეთი იყო, რომ ჩვენ მენტალიტეტში უფრო იჯდა მაშინდელი რაგბი. ეხლა რამდენი წელი გაქვთ? 11 წელი. საერთოდ სხვა რაგბია. საერთოდ სხვა ვიღაცა შეიძლება ითქვას, რომ გიჟიაო, ჩემზე თქვა.
საერთოდ სხვა რაგბია. მაშინ დაცვით მოუგეთ ტონგას ის თამაში, დღეს მაგ თამაში ეგრევე ვეღარ მოიგებ ვარიანტია. იშვიათი გამონაკლისია რა. ეს საინტერესოა ეხლა აი აფრიკასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ნუ ეს გავიგეთ უკვე შენი პოზიცია და მე ასევე არ მესმოდა იმ ხალხის, რომლებიც ამბობდნენ, აი ნუ თქვა ჩვენი წამყვანი მწვრთნელები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს პრაგმატული რაგბი უნდა ვითამაშოთ, თქვა მეტი ფეხი და ასე შემდეგ. როცა უყურებდი სტატისტიკას, მარცხი, რატომ ეცახია რაგბს, პრაგმატულ რაგბს იმას, რომელსაც მარცხის მეტი არაფერი არ მოაქვს, აი ეგ ვერ გავიგე. ნუ ეხლა ეს, კაი, ეხლა ეს ცალკეთებაა ცოტა, მაგრამ აი მარტივ კონტრასტს გეტყვით რა. ინგლისის 6 ერის კამპანია რო ავიღოთ ეხლა. წააგო შოტლანდიასთან, წააგო საფრანგეთთან, წააგო ირლანდიასთან, წააგო იტალიასთან. აი კონტრასტულად რო ავიღოთ. საფრანგეთი გასვლა ეთამაშო ძალიან რთულია. მაგრამ კონტრასტი რო ავიღოთ, ხო? შოტლანდია, იტალია და ირლანდიასთან რითი წააგო? პრაგმატული რაგბით, რო ფეხი, მაღალი, სპირალური, ჯორჯ ფორდი, მაღალი, ჩახურე ჰაერში ითამაშე და შეუტიე როცა გაქვს წინა ფეხი. საბოლოო ჯამში გამოვიდნენ ინგლისელები ბოლო თამაშზე საფრანგეთთან და ბოდიში დაიკიდეს ეს შენი პრაგმატული რაგბი და ითამაშე და რამაგრათაც ითამაშე. ხალხი გამოდის, სად იყავით აქამდე? აი ესა პასუხი მაგაზე რა, რომ ეს არის პასუხი. X ფაქტორს მე თუ ამოვიღებ შენგან მექნება აი ეს რაღაცა რობოტული მიდგომა. აი დიდაჩი ვინც ადევს აყურ რომ საჯობ ხოლმე არის ხანდახან ისეთ მაგარ რაღაცას იზამენ. გაიჭრება ხალხი და 9 ნომერი მიდის და ელოდება რომ დაალაგდნენ რომ სამკაციანი აი მაგ დროს 9 ნომერი კი არა ვისაც მოხდება ხელში ბურთი უნდა შეუტიოს. რაგბი არის შეტევის თამაში რა. ამიტომ აი ეს პრაგმატიზმი რომ აი ხა დაალაგდეთ არა პატარა დინამიკა გაქვს შეუტი არა უშო შეცდომა იქნება მაგრამ ეს საბოლოო ჯამში შეიცვლება ეს შენი მიდგომა რა ამიტომ აი ბავშვებსაც ეგ უნდა ვასწავლოთ რომ როცა თამაში აირევა მაშინ უნდა წამოვიდე შენი ინდივიდუალიზმი ხა ზელანდია მაგას თამაშობდა ყოველთვის რომ ქაოსს მოედანზე ქაოსში გამყოფებდა და თვითონ ქაოსში იყო ბედნიერესი აი რა ისეთი ინდივიდუალისტები ინგლანდიას მაგას თამაშობს რა ქაოსი შენ სტაბილურობა იმათ რა ამიტომ აი ეს ქაოსში თამაში უნდა ვისწავლოთ ჩვენ ქაოსში ერთადერთი რაც ვაკეთებთ არის ემოციური გვიღვივდება არა ქაოსში უნდა ვიყოთ კარგად რა მაგას ვამბობდით მე-5 თუ მე-6 ეპიზოდი იყო ჩვენი ნაკრების თამაშების განხილვისას ეგ თქვით ჩვენ რომ ეგეთი რაკით მოიყვანე ხა ფრანგების ბეკები დააყენე და იმათაც გაუჭირდებათ შესვლა რა კი რა თქმა უნდა აი ეგრე არა აი ერთი ძალიან მაგარი ისა ანდაზა კი არა და რაგბზე არის ერთი ძალიან მაგარი ნათქვამი და აი არიცვლება რა ეგ ნათქვამი რა შერკინების მოთამაშეები იგებენ თამაშს, ხალის მოთამაშეები წყვეტენ რამდენით რამდენს. აი ეგ არის და არ შეცვლა. ძალიან მაგარი რამე თქვი. აი ნიკა, ბევრი მაგარი რამე თქვი. ბოლოს კედრო წავიდეთ. ერთი რაღაცა მაინტერესებს ახლა. ფორმატი გვაქვს ჩვენ. ესე ვთქვათ, აი ხა შენ მოყვებიან კიდე ვიღაც ბიჭები რა, რომლებიც უკვე ნელ-ნელა ზოგი იქავიდა. ეგ საქმე როგორ არის? შენზეა, აი ხა შენ აკეთებ ამას თუ რაღაცა საწყობი. არ მინდა რომ ესე ვილაპარაკო მე რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ. ისევ არ თავდაბლურად უდგები ამ საქმიანობას და ვიცი რომ სპორტსმენზე და ეხლა მორაგბეზე მეტად დაფასებული მსაჯი ხა არც არ იქნება და კანონზომიერი ეგრეც უნდა იყოს ვარსკვლავები არიან სპორტსმენები რა საჯები არ არიან ვარსკვლავები. მაგრამ რაც მიძლია რომ ამ საქმეს ჩემს საქმეს და ჩემს უკან ვინც მოდიან ის ბიჭები აი ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავს სოსუ ჯაფარიძე რომელიც ვიდეო საჯობას ითავსებს საბა მახარაძე რომელიც 20 წლამდელების სოფლიო ჩემპიონატზე იქნება მთავარი მსაჯი ძალიან მაგარი ბიჭები მოდიან რაგბი ევროპაზე ახლოსაც კი ვერ მოდის ვინ იქნება სოფლიოზე საბა მახარაძე ახალგაზრდა მსაჯია ძალიან ისეთი კარგი ბიჭია ძალიან ბევრს მუშაობს ეს სტანდარტი მაღალი დონის სტანდარტი რა ეს გვაქვს შენარჩუნებული ვარჯიშის მხრივ იქნება მომზადების მხრივ თუ ტექნიკური ანალიზირების მხრივ და მუშაობ კი გარჩევებით მენტორიც ვარ რა თქმა უნდა და ჩემილია ხო ესეთი მაგალითი ხარ რომ ეხლა აკეთკენ ვინც გადადგა ნაბიჯი თქვათ რომ გადაწყვიტა მსაჯობა ნუ რა ვიცი ამიტომ მაგაზე მე მუშაობთ გარჩევები ეს ინდივიდუალური მიდგომები რა თქმა უნდა ეს ვიკა რამდენი არის სტიდაჩი სუფთა დრო საშუალოდ ხომ არა სტიდაჩი ჩვენ ძალიან მაგარი ამბავი ქონდა ესე თქვა გაშალაშინებული წინა სეზონებში რომ სოფლიო რაგბის ანალიტიკური ჯგუფი არჩევდა დიდიათის სტატისტიკას გვაძლევდა რა და ეს სათამაშო დრო შერკინების ძალიან დიდი ინფორმაცია მოგდიოდა
ამისი და ეს ძალიან გვეხმარებოდა. საჯებსაც ეხმარებათ ეს რა. და სათამაშოდ რომ მერყეობდა 32 ესე რა 22 30 32 33 არა უშავს ხო ნუ დიდი 10-ის პირობ არა უშავს 30-ის 32 ესე რა იყო თამაშები სადაც 25 იყო საშინელება და იყო თამაშები რომელიც 36-37-ზე ადიოდა რა რეკორდი იყო როგორც მახსოვს 41 და ეს იყო რა დაიგრა იქ რომ მახსოვს და რა მოხდა რომ სოფლიო რაგმა შეამცირა ხარჯები ანალიტიკურ ჯგუფებსაც შეეხო ეს ხარჯები და დიდი 10 ჩაიხსნა სოფლიო რაგბის ბაზიდან და ეს ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოვხდით ჩვენ რა ამ ხრივ რა ძალიან ახლა აღარ ხდება ახლა აღარ ხდება რა ახლა თუ გინდა აქაც აი ჩვენ ფიქრობთ ძალიან დიდი რესურსი ანალიზი გაგვეკეთებია გასაგებია მაგრამ საჭირო საქმეა კი მუშაობთ მაგაზე მუშაობთ იმ საკითხო დაუბრუნდეთ საჯებზე და რაგბი ევროპაზე ჩვენი სამსაჯო სკოლა რაგბი ევროპა სადაც საქართველოს ის იქ უკონკურენტოა იქ ერთ ერთი მეორე დონის ბჭყალებში სარაგო ქვეყანა ახლოსაც ვერ მოდის ჩვენ სამსაჯო სკოლასთან სუწამყვანი ბიჭები ჩვენები არიან სუწამყვანები და ნუ ჩემის მხრივ რამდენი ხანი ნუ ვცდილობ რომ დიდი ხანი გავჩერდე ამ დონეზე იმიტომ რომ ძალიან უპატიებელი სტრუქტურა არის რა ძალიან ასე ვთქვათ ცხაი კაცებლები და რაღაც აი ძალიან ისეთი ადამიანები და აი პირდაპირ გეტყვით ყოველგვარი მოკიბის გარეშე მაგდონეზე ჩემპიონთა თასი იქნება თუ ელიტარული დანიშნების საერთაშორისოზე ნაკრებებში ქართველის ყოფნა ბევრს არ სიამოვნებს. აი შემიძლია დავიფიცო რომ კონსპირაციული ის არ არის და რომ მეუბნეოდნენ ჩემი მენტორი ვინც იყო ჩემიანები ვინც იყვნენ რომ იცოდე შენი ყოფნა მან ბევრს არ სიამოვნება და არ მჯეროდა რომ მეთქი იგონებენ არავინ არ იგონებს. იმდენად ჩაკეტილია ეს სივრცე და იმდენად რაღაცა ის არტურის მაგიდასავით არის კამელოტის მაგიდასავით არიან რომ მართლა არ სიამოვნებთ ვიღაცა მეორე დონის სარაგბო ქვეყნიდან როცა თუნდაც 6 ერის დანიშნაზე ადგილს იკავებს ჩემპიონთა თასის დანიშნაზე ადგილს იკავებს და მიგწენი ბევრ მომენტში რა კონსპირატორი მე არ ვარ და რაღაცებს არც ხერპის როლში ყოფნა არ მსიამოვნებს ძალიან მაგრამ ნუ ეგრეა და ამიტომ ბიჭებს ყოველთვის ვეუბნევი და გოგოებს ძალიან მაგარი გოგო მსაჯიც ყავს ახლა მარიამ გოგოა სხვათა შორის ყოველთვის ვეუბნევი რომ იცი ანუ როცა რაგბი ევროპა კი ბატონო ჩვენი დონე რაც არის გასაგებია წინ ვართ, მაგრამ როცა დაუდგები კონკურენტად ინგლისელს, ფრანგს, ზელანდიელს 10 თავით მაღალი მაგრა უნდა იყო რა, იმიტომ რომ ესეა რა, ჩაკეტილი სპორტია, კონსერვატორი სპორტია და გაფართოება დიდად არ მოწონთ. და რთულიც არის. ამიტომ ნუ დიდი სამუშაოებია და ვცდილობ რომ ეს კავშირები დავამყარო, რომ რაღაც ჩვენებს მე გავუადვილო, რომ აიცი აქ დანიშნა იქნება, თუ კარი გაუღო იქ top 14-ის მიწვევა იქნება, თუ რაც იქნება, მე გავუადვილო რა. მადლობა ჩემო კარგო, რა ვიცი რა, აი ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოგვივიდა. მე მგონი დროც ძალიან ბევრი რივსი იმედი უნდა გქონდეს სოფლიოზე. რუმინეთს უნდა მოვუგოთ უეჭვე. ხო, და უნდა ვიმედოვნებდეთ, რომ იტალიას ტრადიციულად ფავორიტის რანგში ყოფნა არ მოიწონება და აურევს თამაშს. ო, ეგ საინტერესოა, აურევს თამაშს. და სამხრეთ აფრიკასთან უბრალოდ გავშალოთ ხელები და ვისიამოვნოთ. სიამოვნება მივიღოთ. რა თქმა უნდა, სიამოვნება მივიღოთ. აი, მადლობა ნიკა. დიდი მადლობა, ნამდვილად საინტერესო იყო შენი სტუმრობა. რა ვიცი, მე მგონი კიდე ერთხელ მოგვიწევს ნიკას და რა კიდევ ერთხელ არ პირადად მე ბევრი ახალი გავიგე ჩემთვის და აუცილებლად იმედია ფინალში გნახავთ ოღონდ სად არ ვიცი მაგრამ იქ სამეულში რო იქნები ეჭვი არ მეპარება მაგას რომ მეუბნები ჯერ მეუბნები 33-ის ვარ ცხოვრება არ მომეზრე ფინალი არა რაღაცო არის კარგი დღეს ეს იყო სულ მადლობა ნიკას გამოგვიწერეთ მოყვევით დაგვილაიქეთ